ჩემი ენა თუ დამღუპავს მე ისევ თორე სხვა მაგრამ უნდა გიპასუხოთ რა მე რასაც ვფიქრობ უნდა გიპასუხოთ რა პრეზიდენტი რატო წავიდა ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ჯერ კიდე ბოლომდე ვერ გავითავისე შევხვდი ნამდვილად ვილაპარაკეთ ეს არის ლევანის დამსახურება რომ მიდი რა შენამდენი ჩაგვიდე მიდი რა შენამდენი ჩაგვიდე მიდი რა ისეთ რამდენი დაცინვა გამოვიარეთ პირადად ლევანიმ და პირადად მე რო ავედი ესენი ნახე და აუ ესენი შეხედე და ფული არ წვითავს ყველაფერს ჩვენზე ბევრად მეტი ფული ქონდათ მაგრამ გადმოვედით რო გითხრათ რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენი ყო არ დაიჯერებთ ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყო ბურთანიდან და არაჩვეულებრივი მაგრამ წართმევაში მონაწილეობა არავის არ უნდა ძალიან კაი კითხვა და ფეხბურთელსაც გავცემ პასუხს იმიტომ რომ ნაწყენი ფეხბურთელებიც არიან ხოლმე და მაყურებელსაც ვესწრები რომ პასუხი გამომწურავად გავცე ფეხბურთს ესე შინაურობით და დარეკილით ვერ ათამაშებ ის გეუნეურ ჩემთან ეს ჭრის ჩვენთან შეიძლება ისეთი ცხოვრება გქონდეს რომ ვიღაცა შეიძლება სახში ვერ ჭამს საჭმელს დამატებით თუ აქვს რამე შესაძლებლობა ფედერაციას პოლიტიკურ განცხადებაში ნუ ჩამოთვლ მაგრამ მე თუ რაღაცაში შევწდი მე უნდა ვთქვა რომ ჩემი ბრალია რომელი მწვრთნელი სიტყვის რომ მე ერთ წელიწადში ეხლა გუნდს მივიყვან და შევიყვან რომელიღაცა ლიგაზე ან ჩემპიონს გავხდი ერთ წელიწადში ახალ გუნდს ჩათვალეთ რომ პირდაპირ ჩემი თამადობით იტყუება მინახია ბევრი პრეზიდენტი ახლა სწორედ გამიგეთ რა ისე არ მითქვა რომ სავარჯიშო პროცესი მიდის და ჯინსებში ხერხი ჩაიწყობს ეს და რახან პრეზიდენტია მოედანზე შეიძლება შემოვიდეს დარწმუნებული ვარ წელს თუ არა მომავალ წელს ეგ ბიჭები უეჭველი სადღაც შევლენ ამითი ერთობოდი რა ანუ იცი როგორი საწყენი არის ამის მოსმენა ვინც ყველაზე მაგრამ მიყვარდა იმათ ვერ დავეხმარე პირდაპირ ვიტყვი რა როგორც ფეხბურთელების ხარისხია ისევ საჯების ხარისხია შენ აქედან მე მეტყვი შეიძლება წადე უკვე ქვედა ლიგისთვის მოემზადეო აი პენსიონერებისთვის ეს ისე ინე გამოდი გადი ჩემი ძმაკაცებთან დამირეკავენ რომ ნახავე რა თქვი მაგრამ რეალურად კორექტულად ვთქვი კიდე თორე კი იცი ხა ქუთაისურად როგორ იტყოდნენ მაგას გვიწინას არ მეტყველებენ რომ ჩვენ აუთსაიდერები და მე-10 ადგილით უნდა გავარდეთ თქვენი გრიამბოლდით მეორე ლიგაშიც გამარჯობა მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს აქ ვსაუბრობთ საქართველოს ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონატში არსებულ პრობლემებს და შეძლების დაგვარად ამ პრობლემების მოგვარების გზებზე და რაც თავარია ვსაუბრობთ ადამიანებთან რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა ფორმით დღეს ჩემი სტუმარია საფეხბურთო კლუბ მეშახტეს მთავარი მწვრთნელი პლატო ბურდული მადლობა სტუმრობისთვის და გილოცავთ ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით ჩვენ მაყურებელს მადლობა მოლოცვისთვის ტრიბულის მეშახტისთვის ეს რა თქმა უნდა სადებიუტო იქნება ეროვნულ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა და ძალიან დიდი წრეხი იქნება იმისთვის რომ ჩვენ ამ ჩემპიონატში ღირსეულად გამოვიდეთ რა თქმა უნდა დებიუტანტების ცოტა რთულია ხოლმე ბევრჯერ მეთქვი და კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით გავიმეორებ რომ პირადად ჩემთვის და უმეტესობა ფეხბურთელისთვის თქვა არ არის ეს ნაცნობი ახალი ხილი ეს უმაღლესი ლიგა მაგრამ თვითონ საკლუბო დონეზე თვითონ კლუბისთვის ქალაქისთვის იყო ლაპარაკი რომ ადრე SSR-ის დროს და იმის ჩემპიონატის დროს იყო რიგით პირველ ლიგაში მეშახტე და საკმაოდ კარგად და ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში რაღაც დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქვია აქ უკვე ისტორიულად პირველად შევიდა ამ ლიგაში და რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერია ქალაქიც გულშემატკივარის და ერთი სული აქვს როდესაც დაიწყება ეს ჩემპიონატი ჩვენს გათავისებული გვაქვს თუ რაოდენ დიდ ბრძოლაში შევდივართ და რა ქალაქს წარმოვადგენთ და როგორი ესე ვთქვა ჯერ კიდევ ემოციებიდან არ ვართ გამოსული სწორედ რო ვთქვა რა აი ამ უმაღლესი ლიგისთვის და ამ დღისთვის კაი არის მომზადება თურქეთში იყავით ამდენად კმაყოფილი ხართ როგორ ასე ვთქვათ თქვენ არაერთხელ გითქვამთ რომ ყოველთვის აი მოსამზადებელ პერიოდში განსაკუთრებით აკვირდებით არ აქვს მნიშვნელობა წააგებს მოიგებს თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს მოსამზადებელ პერიოდი რომ დაინახოთ სად არის სისუსტე რაზე გაქვთ სამუშაო აი ამ შემთხვევაში რა მოგცათ ამ თურქულმა შეკრებამ ნუ გარდა იმისა რომ ერთ შეხვედრა მოიგეთ და ესეც ისტორიული გამარჯვება არის მეშახტესთვის ხო კი ბატონო კიდევ ერთხელ გამიმეორებ რომ როდესაც თუნდაც ბოლნისის სეზონში ვიყავი და მქონდა შესაძლებლობა უმაღლეს ლიგაში ყოველთვის რამე 4-5 წლის განმავლობაში დავდიოდით ამ თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე და აქაც რა თქმა უნდა ხა როგორც უმაღლეს ლიგაში უკვე შეიძლება ქვედა ლიგებში არ იყოს ესეთი სავალდებულო რომ წახვიდე საქართველოს ჩემპიონატის დონეზე პოულობ თუნდაც უმაღლეს ლიგის გუნდებს რომ შენზე კარგ გუნდს ეთამაშო მაგრამ პირობები რა თქმა უნდა იქ განსხვავებულია და ეს შეკრებაც გადაწყდა გვიან
ანუ იქიდან გამომდინარე რომ შეიძლება და რაღაც სხვა ფინანსებთან არის დაკავშირებული, მეშახტი არ არის ის კლუბი, რომელსაც შეიძლება ყველა სურვილი აიხტინოს, აქედან გამომდინარე გვიან გადაწყდა და სპარინგ მატჩებიც რო ვთქვა რომ კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მომწონდა ის რომ ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის უმაღლეს ლიგის გუნდებს ვეთამაშებოდით და ყაზახურ გუნდს მოუგეთ, ხო? კი, ყაზახურ გუნდს მოუგეთ, მე-10 ადგილზე არის, მე-9 ადგილზე არის ეს გუნდი, მაგრამ ანუ შესაბამისად აი რა არის, იცით, მინდა უცბად პატარა გადახოვა გავუკეთო, თუნდაც იგივე დინამო თბილისმა დინამო ბათუმმა გუნდებმა რომელიც ეთამაშა იგივე დინამო კიევ, შახტიორს არა აქვს მე ვთვლი რომ ის თუნდაც ის ანგარიში რაც დაფიქსირდა ის იმის მაჩვენებელია რომ თუ სად ვართ, როგორ ვართ, რაში უნდა გამოვსწორდოთ, სად უნდა გამოვასწოროთ სისწრაფეები ფეხბურთელებმა რომ დაინახო რომ თუნდაც რა ეტაპზე ვართ. ყველა ფეხბურთელს და როგორც ისეთ ადამიანს მითხარ დაკავებული, ყველას აქვს სურვილი რომ კაი გუნდში წავიდეს და ითამაშოს. შესაბამისად ზუსტად მანდ ვართ ჩვენც რომ იმაზე რო ელაპარაკებ, საქართველოს ჩემპიონობის დონე არც ისეთი მაღალია, ტემპი არც ისეთი მაღალია, შესაბამისად ეს შეკრებაც ემსახურება იმას, რომ წახვიდე საერთაშორისო თამაშები ნახო ამყანაგური, შეხედო სხვა ლიგები რა დონეზე არიან, როგორც ისინი, ისე შენც ემზადები, იქ მოდიან გასაზინჯი ფეხბურთელები, ახალწვეულები, ის ფეხბურთელები, რომელთაც შეიძლება გუნდთან შერწყმულიყვნენ და აქ რაც მეტი თამაში იქნება, მით უკეთესია იმისთვის, იქ შედეხარ იმისთვის, რომ უფრო მეტი თამაში ითამაშო. კი, მოემზადო კარგ მინდვრებზე, სამჯერადი კვება, არაჩვეულებრივი ბაზები, კაი სასტუმრო, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და შესაბამისად გუნდი მიდის იქამდე, რომ რაც უნდა პროფესიონალ გუნდს რაც ჭირდება. ამიტომ აქედან გამომდინარე ავარჩიეთ კლუბები, რომლებიც იქნებოდნენ მებრძოლები, მორბენლები, ისეთი რომ წამის მიასწრებში არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ დიდხანს იფიქრო, თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში რაც შეიძლება თავს მიცე უფლება, იქ მაგის უფლებას არ გაძლევენ. მაინც სხვა სკოლა, სხვა ტემპია, სხვა ესე ვთქვათ ლეველია და აქედან გამომდინარე, თუნდაც ის რომ ეს 5 თამაში რაც ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა მიეჩვენენ, რომ უფრო სწრაფად უნდა მოტრიალდნენ, უფრო სწრაფად უნდა იაზროვნონ, უფრო ბურთთან ერთად უფრო სწრაფები უნდა იყვნენ, გადაწყვეტილება ბურთთან ერთად უფრო სწრაფად უნდა მიიღონ. აი ეს გვინდა რომ დაგვენახებინა და ის რომ ჩვენ თუნდაც რო წავაგეთ ბოლო თამაში 4-2 სიტყვაზე ვიძახი. ხო, პირველ 15 წუთში 3-0 ვაგებთ. სუსტად ის იყო, რომ ის სისტრაფეები ის რომ გონია რომ შენ ესე ადვილად გააკეთებ, ამის დანახება გვინდა ჩვენ და ის ფეხბურთელები რომლებსაც ჩვენ ძირითად შემადგენლობაში მოვიაზრებთ, რომლებსაც აქ უნდა ითამაშონ. იქ ჩვენ სამსწავლო შტაბიც ხედავთ, რომ სად არის მაგათი მაქსიმუმი. შეუძლიათ კი გადაეწყონ იმ ფეხბურთელს, რომელიც ჭირდება იმ ფეხბურთს, რომელსაც მთელი საქართველო ველოდება საკლუბო გუნდებიდან, რომ ევროპის რომელიღაცა სატურნირო იმაში შევლენ და ითამაშებენ. შეგვიძლია თუ არა, რომ აი ამ ფეხბურთელებით ვიყოთ იმისთვის, ცოტა საწყენია ეს მოსასმენად, რომ შეიძლება ფეხბურთელი რო იყო, რო უსმენდა შეიძლება მეც, მაგრამ ამას ცუდი გაგებით არ ვიძახით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ყველა ადამიანი შეუძლია და მithomos ფეხბურთელს შეუძლია კარგი ფეხბურთი ითამაშოს. თუ ბევრს იშრომებს, თუ სწორედ მოიქცევა და თავსაუფლებას არ მიცემს, მოედანზე იმის იქით გააკეთოს, რაც არ არის გასაკეთებელი და იქნება დისციპლინარული ფეხბურთელი. ყველას არ აქვს ნიჭი იყოს კინკლაძე სიტყვაზე ვიძახი ან სხვა ფეხბურთელი მაგარი, ხო? ყველა ეგეთი ვერ იქნება. ზოგი შრომის ხარჯზე უფრო მეტ აღწევს ვიდრე ნიჭის ხარჯზე. და ქართველები უფრო მეტი ნიჭიერები ვართ ვიდრე შრომა გვიყვარს. თორე კიდევ ერთხელ ვიძახი, რატო გვიჭირს უკრაინის ნაკრებთან 8 წელი უკრაინაში ვთამაშობდი, რატო გვიჭირს? ჩვენზე მაგარი ფენომენი ფეხბურთელები ყავს, რატო ვერ მოუგეთ? თუნდაც შესარჩევში ვერცეთი თამაში. უფრო მეც იხარჯებიან. უფრო მეც იხარჯებიან და უფრო მეც შრომობენ, უფრო მეც სწრაფად გადაადგილდებიან, უფრო მეც ბრძოლობენ მოედანზე. მე არ ვიძახი ახლა ჩვენ ეროვნულ ნაკრებს არ ვეხები, მაგრამ ანუ ქვეყნის სიდა ჩემპიონატს ვიძახი რა. რატო არის თითოეული ფეხბურთელი, თითოეული ქართველი რო ჩადის სხვადასხვა გუნდებში და ლიდერები არიან? და რატო არის 11 ქართველი ერთად რო ცოტა გვიჭირს ყველგან ერთად ყოფნა? ხო, ანუ ხო ხვდებით, ანუ ინდივიდუალურად ძალიან მაგრები ვარ და ძალიან კარგად ვიცით ფეხბურთის ოდნა. ცოტა გუნდურობა გვიჭირს. რომ ყველა ერთმანეთის იმედზე ვართ, ყველა ერთმანეთის იმაზე აი ეს გაიქცევა, იქ მე შეიძლება ხო შეიძლება უკან არ ჩავირბინო და ის ზონა არ ჩავკეტო. მე ბურთი მე რომ მომივა, მე ბურთთან ერთად კარგი ვარ. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავს ბურთთან ერთად არაჩვეულებრივი, მაგრამ წართმევაში მონაწილეობა არავის არ უნდა. უმეტესობას გვიჭირს წართმევაში მონაწილეობის მიღება. ან თუ ისე ვიხარჯებით წართმევაში მონაწილეობის მისაღებად, უკვე წინ მერე მოსატყუებლად
ფიზიკური ენერგია არ ვრჩება. ანუ სხვა ლეველია, მაგით სხვა სისწრაფეებია. ფიზიკური, ასე ვთქვათ, ნაწილიც განსაკუთრებით. რა თქმა უნდა. საქართველოს ჩემპიონატში მით უმეტეს არ არის იმ დონეზე. კილომეტრაჟითაც ვთქვათ, ხო, კილომეტრა რო ვიძახით, რომ აი გვიკვირს ხოლმე რომ არ არის ახლა ეს ტექნოლოგია რომელიც აყენებ და გითulis რამდენს დარბის ხო და რო შეადარო ბევრი სხვაობა არ არის. ბევრი სხვაობა არ არის. შეხედა უცხოეთის ჩემპიონატში თამაშობდა 12-13 კილომეტრს დარბის და აქ 11, 10, 12 გარბი ხარ. დიდი სხვაობა არ არის. მაგრამ სისწრაფეებშია სხვაობა და გამეორებებშია. შენ შეიძლება ირბინო, მაგრამ როგორი ტემპით ირბინო ეგ არის ყველაზე მთავარი. ამიტომ ვიძახი რომ სისწრაფეებში და განსხვავება იმაშია რომ რამდენ მეტ უფრო იმ სისწრაფეს განავითარებ რაც ჭირდება იმ ფეხბურთს. კი ბატონო და რაც მეორე გუნდი რომ უფრო მეტი მომზადებულია და შენ შეიძლება ბევრად უფრო კარგად გესმოდეს ფეხბურთი, მაგრამ ის არ გათამაშებს, ხო? ფიზიკური კონდიციიდან გამომდინარე შენ უკვე დროთან განმავლობაში იღლები და უკვე ვერ შეესაბამები იმას რაც უნდა გააკეთო. შესაბამისად ეს არის დონეებს შორის განსხვავება რომ ვიძახით რომ რატო ვერა საქართველოს ჩემპიონატი და რატო შეიძლება ფარერებს ვერ გავწდეთ, სუსტად ეს არის. გაძლიერების ნაწილზე რომ მივიდეთ 8 ფეხბურთელი დაიმატეთ თუ არ ვწდები, პრინციპით სავარაუდოდ ეს იქნებოდა, ხო, ერთ-ერთი, რითაც შეარჩიეთ ეს ფეხბურთელები. გამოცდილება კი, რა თქმა უნდა, უმაღლესი ლიგის ნათამაშები ფეხბურთელები, გამოცდილება კი, ჩვენ გადმოვედით და ბირთვით შევინარჩუნეთ. მე არ მახსოვს გუნდები გადმოსულიყვნენ და 10 ფეხბურთელი მინიმუმ 12 შეინარჩუნებინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელი ერთი პრობლემა. რა თქმა უნდა, ხო. და მეორეც არის ის, რომ რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს, იცით რა არის? იმ ფეხბურთელებს აძლევს საშუალებას, რომ განვითარდეს და კი შევინარჩუნეთ, მაგრამ აკვირდები, ხო, ანუ პირდაპირ აძლევ იმის საშუალებას, რომ შენ იქ სხვა ლეველი გაქვს, ხა აქ სხვა ლეველი გაქვს. ხო, შესაბამისად, თუ არ ვითარდები, უკვე ავტომატურად 6 თვეში ერთ წელიწადში უკვე გიწევს ჩანაცვლება, უფრო გამოცდილეთ, ხო? მაგრამ ისე მე არ ვეთანხმები, რომ პირდაპირ ხა გადმოხვედი და იქიდან 15-20 ფეხბურთელი გაუშვა, არ არის სწორი. იმ ფეხბურთელმა ესე იგი ის ლიგა რომ მოიგო, შესაბამისად იმ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ ვაძლევთ იმ შანსს, რომ ამ ლიგაშიც კონდეთ დამკვიდრების საშუალება. და სულ მაგას ვიძახი ხოლმე, რომ ფეხბურთელებს რომ აქ ეს არ არის რაღაცა შეიძლება ოფისში დასვა ადამიანი და იქ ასწავლო მეილის მიღება, გაგზავნა რაღაც, რომ რაღაცა არ გაგიფუჭოს და კარგი თანამშრომელი, მაგრამ ფეხბურთს ესე შინაურობით და დარეკილით ვერ ათამაშებ. ანუ შესაბამისად შენ თუ იმას არ აყევი და იმ ტემპს არ მიყევი, ძალიან გაგიჭირდება, ამიტომ და შეიძლება იყო კაი ფეხბურთელი, მაგრამ იყო სხვა ლიგისთვის კაი ფეხბურთელი და ვერ იზრდებოდა. სადაც ფეხბურთელი უკვე ზდას აჩერებს, მე მსვლელობისაც ცოტა რთულია, რაც უნდა მე მაგალითად ერთად მოვედით 3 წელი, ხო, მე-4-დან, მე-3-დან, მე-2-ში და მე ხა ადამიანური ურთიერთობა გვიყალიბდება ჩვენ. ხო, 3 წელი რო ერთად ადამიანთან იცხოვრებ და ერთ პურჩამ, რა თქმა უნდა, იმაზე მარტო ფეხბურთის კუთხით არ ახარ, ისეც ხარ მიჯაჭვული და ძალიან რთულია მე მსვლელისთვის იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ შენ ეუნები, რომ იცი რა, შენ პირდაპირაც ვერ ეუნები, რომ შენ ამ ლიგას ვერ შეესაბამები. მაგრამ აფრთხილებ, ეუნები, შანსს აძლევ, აი ამ ხანაგურ თამაშებს იქ ყოველდღიურ სავარჯიშო პროცესში. ბევრი ფეხბურთელი მოდის და იმ სავარჯიშო პროცესში აი პირდაპირ ვიძახ პრობლემაც რაც არის, იცი რომ ვარჯიშისთვის არის. ვარჯიში განვითარებისთვის კი არა, რომ მე კომპონენტი გავავითარო. მე თუ ის ოპონენტი მეორე, რომელიც ბურთთან ერთად გავდივარ მისაღებად და მეორე არ მომყვება ისეთი სისწრაფით, რომელთაც უნდა მომყვებოდეს და მაქვს ერთი 5 წამი, ხო? მე იმ 5 წამს ჩემთვის ვიყენებ. იმას კი არ ვფიქრობ, ის 5 წამი მე სხვას ვაჩუქო, ვისაც პასს მივცემ, რომ იმას უფრო მეტი დრო ქონეს ბურთის მისაღება და წინ გასართულებლად. ანუ ზუსტად ეგ არის ტემპი. სულ გვიყვარს დაგდება, სულ ფეხში ბურთი. უცხოეთში სულ ზურგს უკან პოულობენ, მაგას უფრო მეტი ფიზიკური მონაცემები ჭირდება, ფიზიკურად მომზადება ჭირდება. შესაბამისად, სუსტად ეს არის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ცოტა ისეთი პიროვნება ვარ, რომ ადამიანი რომ მიყვარს ეს ლაპარაკი და პირში თქმა. ზურგს უკან არასდროს არ მიყვარს ეს ლაპარაკი, მაგრამ აი ამ კომპონენტებში თუ გამოვსწორდებით ქართველები და ამას მოუმატებთ, ხო? ჩვენზე ნიჭიერი ალბათ ერი არ არსებობს. თორე თავში ფეხბურთი ძალიან მაგარი გვაქვს. კიდევ ერთხელ გამემეორებ, რომ ინდივიდუალურად ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ევროპის ლიგების წამყვანი გუნდების ლიდერები არიან. სადაც არ უნდა რომელი ერთი არ ჩამოვთვალო მითხარი, კვარადან დაწყებული კიტე, რავი, ყველა აბსოლუტურად ყველა თავის გუნდში ლიდერია. ის კი არ არის, რომ აი მე-11 ფეხბურთელი, რომ აი პასმომცემე და მოქცევს. ლიდერები არიან, როგორც გასახდელში, ისე მოედანზე. ანუ შესაბამისად, თუ ეს ერთეულები მაგრები ვართ,
შეგვიძლია მაგას ვიძახი რა, ანუ გუნდურობა ყველაზე მთავარი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუნდაც აი მოსამზადებელი პერიოდის გათვალისწინებით, იმ ფეხბურთელების გათვალისწინებით, ვინც დაიმატეთ და გაძლიერდით, რეალურად თუ შეგიძლიათ თქმა დაახლოებით რა მოლოდინება. მესმის ის რომ ყველას რა თქმა უნდა მეტი და მეტი უნდა, მაგრამ აი რას უნდა ილოდოს გულშემატკივარი ამ სეზონში თქვენგან. ამბიციები. შაშან ვიძახდი რომ პირველ ლიგაში რო გადმოვედით, ანუ პირველ ლიგას ვეძახი უმაღლესის ქვემოთ რაც არის. რეალურად პირველი და მეორე ლიგა. ადრე ესე იყო უმაღლესი, პირველი მერე და ესე ვარ მიჩვეული. მაყურებელმა რო გაიგოს, ანუ მეორე ლიგას გულისხმობ. მეორე ლიგაში რო გადმოვედით, თქვენი მიზანი რა იქნებაო და მართლა ვიძახდი რომ იმიტომ რომ რეალურად შენარჩუნება რა თქმა უნდა, ეხა ესაა და ჩემი მეგობარი მწვრთნელებიც ისინი აუწუწუნი გიყვარს, ეს გიყვარს და სულ ესე იძახდი და აი გადახვედი. რეალურად მაგას ვფიქრობდი, იმიტომ რომ პირველ წელს ეხა ძალიან რთულია რომ ერთეულ გუნდებში შეიძლება რომ გაგვიმართლა კიდევაც ესე ვთქვათ რა, მაგრამ უმართლებს ესე პირდაპირ არ მინდა რომ ჩემ ფეხბურთელებს შრომა ჩაუყარო წყალში. გაგვიმართლა იმიტომ რომ ბევრ შრომობდით. გაგვიმართლა იმიტომ რომ ზუსტად ის ფილოსოფია, რასაც მინდოდა და გვინდოდა სამწვრთნელო შტაბს რო ქონოდა, ის ფილოსოფია მალე აითვისეს ფეხბურთელებმა და გადაიტანეს მოედანზე. ჩვენ არ ვიყავით სხვებზე ძლიერები ტექნიკაში, ჩვენ არ ვიყავით სხვებზე აი ესე ვთქვათ ხო არის 2-3 წლის გუნდი უფრო რა თქმა უნდა შეთამაშებულია ვიდრე ის. ჩვენ ვიყავით ახალი გუნდი ამ კომპონენტებში, მაგრამ ერთად გომამ, სწორედ მოედანზე სწორედ დახარჯვამ, ის ფიზიკური კონდიციები რო კარგ დონეზე ქონა, ამან მოგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ. შესაბამისად, ეს იმის მაგალითია, რომ ყველაფერი შეიძლება თუ იშრომებ სწორედ და თუ თითოეულ ვარჯიში ჩემთან ფეხბურთელი იციან რომ მოგებული თამაშის მერე 11 კაცი შეიძლება შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშები შეიძლება მოვიგო და გადავაბათ სერია, 11 კაცი მაინც შეცვლილა, იმიტომ რომ ყველა თამაშიდან თამაშამდე არის კვირის ციკლი. კვირის ციკლიდან გამომდინარეა მე როგორ იხარჯება, მე როგორ ვარჯიშობს, თითოეულ ვარჯიშს აქვს მნიშვნელობა. მე არ მწამს და არ მჯერა იმისი, რომ ფეხბურთელმა ითამაშა მაგრა თამაში 6 დღე ივარჯიშა ისე ზერელეთ და მე 7 დღეს გამოვა და კიდევ თამაშს მაგრად ითამაშებს. ხო, რა თქმა უნდა, თუ თამაშიდან თამაშამდე შენ იქ ის კონდიცია არ გაქვს შენარჩუნებული, რომ შენ შემდეგ თამაშაც ხო, მაშინ უნდა დაждდეს კამზე და ვინც შენზე უკეთესად ვარჯიშობს იმ უნდა ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში მე მაგის მომხრე ვარ. ამიტომ ჩემმა ფეხბურთელებმა იციან ის, რომ თითოეულ ვარჯიშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მაგ ხა მაგალითად მიხაილჩენკოსთან ფომენკო იყო ესეთი მწვრთნელი, რომლებიც უკრაინაში ერთ-ერთი კარგი მწვრთნელები იყვნენ და ესეთი რაღაცა ქონდათ, იცი? ყველა ვარჯიშს იწერდნენ ვიდეოზე. და თვითონ შეიძლება არც უყურებდეს ლაბანოვსკის სკოლა იყო. ეხლა ლაბანოვსკის კონსპექტი თვითონ შეიძლება გაზეთი წაიკითხა. იმდენი დამხმარე მწვრთნელი ყავდა, რომ თვითონ ანუ მენეჯერი იყო, წერდა ყველაფერს და რამოდენიმე მწვრთნელები ისინი ატარებენ ვარჯიშს. თავარი მწვრთნელი ყოველთვის თავარი მენეჯერია და კორექტივები შეაქვს. თუ სადღაცა რამე არ კეთება, აჩერებს და შეგაქრო, აი შენ აქ ესე კი უნდა ყოფილიყავი. ძირითადად დამხმარე მწვრთნელები, ანუ კარგი მეორე თავარ მწვრთნელზე შეიძლება უკეთესიც იყოს ბევრად რა. ყოველთვის ესეა. შესაბამისად, თავარი მწვრთნელი არის მაინც მენეჯერი და ლიდერი იმისი, რომ ის სიტუაცია აკონტროლო და სიტუაცია იქ მოედანზე ფლობდა. შესაბამისად, ანუ ფიქრობდი, რომ ეს ვარჯიშის გადაღება, ანუ ფსიქოლოგიურადაც ძალიან მაგარია. და მე მეორე დღეს რომ მიდიოდი ბაზაზე, იგი ეწერა ყველაფერი გეუბნო, შენ იქ იმდენი არ გაიქეც, შენ აქ არ გაიქეც და კითხვაზე პასუხი გაცემული იყო. დღესაც მიწევს ხოლმე რომ ხანდახან აი რაღაცას ვეთქვი, არა ლადომას იცი ესე კი არ გავაკეთე, ესე გავაკეთე. ვარჯიშზე. ხო და თამაში კვირაში ისა თვეში 4-ია, ვარჯიში 22 ვარჯიში, 23 ვარჯიში გამოგდი. შესაბამისად იმ 23 ვარჯიში შენ თუ ისე ვთქვათ, იზარმაცე, იხალტურე და სწორედ არ გაკეთა მუნკიცე მწვრთნელს, რომ იცი რა მე ესე ვშვებოდი. იმის პრინციპში იქნები, რომ აი ვინ უფრო მართა და იქ ვიდეო რო გაქვს ყოველთვის, ხო, შესაბამისად. იქ უკვე კითხვაზე პასუხი გაცემული ანახე პირდაპირ, აი როგორც თამაშს არჩევ, ხო, ისე იქაც ანახებ, რომ აი შენ აი ესე გააკეთე და ის რო არა მე ესე ვაკეთებდი, უკვე აღარ მიიღება. შესაბამისად ეგ კი არ არის რომ ვიღაცას რაღაცა დაუნტკიცო, მაგრამ ფსიქოლოგია რა. სად რო გაფსებულ თამაშზე ადამიანი, ფეხბურთელი ვიყავს სტადიონზე ვაფშე ფსიქოლოგიით თამაშობ. სად რო ცარიელ ტრიბუნაზე გადახარ, თითქმის ამხანაგური თამაში ვით არის ეგ. ხო. რატო აქვს მე-12 იმას დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მიდიხარ და შენ კედებს თამაშობ, თუნდაც უცხო, შედიხარ, სხვა ფსიქოლოგია. კი.
შესაბამისად, ანუ ადამიანი ეთის, რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე როგორ მივდივართ, იმ ვარჯიშებიდან მივდივართ იმ თამაშებამდე. და ამ ჩემ ბიჭებსაც მაგას ვთხოვ, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თითოეულ ვარჯიშს, თითოეულ მათგანს, ვინ როგორ იქცევა, რითი სუნთქავს. ფეხბურთელის აქ რომ მოდის ახლა, ის უცხოელი სპეციალისტები ლიცენზიაზე, ახლა პროლიცენზია ავიღე და მე 7 წელია მაქვს. ის გეუბნებით ბელგიელი ის უცხოელები რო კითხულობენ, ხო ის გეუბნებით ჩემთან ეს ჭრის, ეს სპეციფიკა. იქ მოდის ვიღაცას, ახლა ჩვენთან შეიძლება ისეთი ცხოვრება გქონდეს, რომ ვიღაცა შეიძლება სახში ვერ ჭამს საჭმელს. შესაბამისად, ანუ რეალობაა, ხო? ხო ყველას უნდა რომ ტიკიტაკათი რასაც გვარდიოლა ათამაშებს ის ფეხბურთი ვათამაშო და რატო თამაშობ მაგალითად ჩაკეტილ ფეხბურთს ან უფრო დაცვით სტილს რატო თამაშობ მეც მინდა რომ თამაშობდე იმ ფეხბურთს მაგრამ ერთხელ როცდი მეორედ როცდი და ის 2-3 პასით რომელთაც უნდა ამოხვიდე და ვერ გამოდიხარ შესაბამისად თუ ვერ შეესაბამება ფეხბურთელი იმას ესე იგი უნდა გადაეწყო ხო სხვა რაღაცაზე თორე ყველას გვინდა ყავდეს ისეთი ფეხბურთელები როგორც ბარსელონას Manchester City-ს Real Madrid-ს ყავს ყველას გვინდა. თორე ყველამ ცველს აქვს მე დარწმუნებული ვარ გემოვნება ისეთი რომ ისეთი ფეხბურთი ითამაშო, მაგრამ ის ფეხბურთელები ძალიან ძვირი ღირს. ის თავის ფილოსოფიას რო არგებს, ხო ის ფილოსოფიას არგებს ფეხბურთელს. და ჩვენ ქართულ რეალობაში ფეხბურთელი უნდა მოარგო მერე ფილოსოფიას. შენ რა რესურსი გაქვს? ამიტომ არის რომ ვიძახით ხოლმე რომ აი ფული მეტია საჭირო ფული ყველა ფულზე არის ყველა ყვირის არ არის ეგრე. თუ ის ფული ახლა რასაც ვიძახითო, თუნდაც ფეხბურთს განვითარებ, არ არის ბევრი. მაყურებელს გქონია, რომ აი ფული იდება და აი ეს საკმა არ არის ნამდვილად საკმარისი. საქართველოს ჩემპიონატის დონემ რო აიწიოს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი კარგი ლეგიონერი უნდა ჩამოვიდეს. რომ ეს ქართველი ბავშვები და ახალგაზრდები მაგათთან ერთად შერწყმაში გაიზარდრონ. აი მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ რითი აწია ჩვენაირ ქვეყნების დონე, ლიგის დონე სხვა ქვეყნებმა. უკრაინა სალამ ომი დაიწყებოდა არ მინდა ვახსოვრო მაგრამ უნდა ვთქვათ რუსეთი რო იყო როგორ იყო ხო და ვთქვათ რომ აი სხვადასხვა ქვეყნები ხო რითი ლეგიონერები ხარისხიანი ლეგიონერები ის აფრიკელი ფეხბურთელები ის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები რომლებიც ტოპ გუნდებს არ მიყავს ტოპ ქვეყნებს გუნდების ნაკრიმებს ლიგებს არ მიყავს იქ იმდენი რესურსია არჩევენ ჯერ ესეთ ქვეყანაში ჩამოსვლას, რომ აქედან უფრო ახლოა ევროპა და კარგი გუნდები. ხო არის აი ბარსელონას აკადემიამ წაიყვანა, იმის აკადემიამ წაიყვანა ის ძირითადად მაგრებს, იმ ბრაზილიელებს, იმ ნიგერიელებს, იმ სყიდულობენ 10 მილიონად ჩვენ პატარებს ეგრევე. მაგრამ იმ ხელა რესურსია იქ, სწორად მოძიების შემთხვევაში და სელექციის შემთხვევაში შენ შეგიძლია ისეთი ფეხბურთელები გამოყენო, რომ იგივე ნიჭიერები, რომლებიც შეიძლება ვერ მოხდეს. ხო, რო შედეგი მიიღო. და იმათვის კიდე ეს პლატფორმა ტრამპლინია იმისთვის, რომ ევროპა აქ. და აქედან უფრო ახლოა და შესაძლებელი წახვიდე კარგ გუნდში, ვიდრე უცხოეთთან. ეს უნდა გამოვიყენოთ რა, მე მაგას ვიძახი. მესმის გეთანხმებით და მე ამ დროს მაქვს ხოლმე ესეთი კითხვა, მეც მაყურებელსაც, გულშემატკივარსაც, რომ შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ ვინმე, მაგრამ არ ჩანს ფული, არ ჩანს მეტი შესაძლებლობა. აი მაგის გარეშე რამდენად არის შესაძლებელი აი იმ რესურსით აი დამატებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ მესმის და ბუნებრივიც არის და მეც გეთანხმებით იმაში რომ საქართველოს ჩემპიონატში რა თანხების ტრიალებს ზოგადად შეიძლება ნებისმიერი უმაღლესი რაღაცა ერთი ფეხბურთელის ხელფასი იყოს ხო მაგრამ არ არის ეს ფული არ ჩანს არ საიდან ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ველოდებით უბრალოდ თქვა რაიმე რაღაც სასწაულს რომ ვინმე მოვა და ფულს ჩადებს თუ როგორ მოქმედებთ როგორ ამ მოცემულობიდან და ამ შესაძლებლობებით როგორ უნდა წავიდეთ წინ. აი, ნახეთ, პოლიტიკურ განცხადებაში ნუ ჩამოვით, მაგრამ რამდენი წელია 2012 წლიდან მწვრთნელი ვარ. და პირდაპირ დღეს რო ჩვენ პრემიერი ყავს და მთავრობას ფეხბურთი უყვარს, ხო? ესეთი არასდროს არ ყოფილა. პირდაპირ ვთქვათ, აი, მანამდეც ავიღოთ ძველი დრო დავატრიალოთ. ფეხბურთისკენ მოტრიალებული იყო რომ მოედნებს ანგრევდნენ და კორპუსს აშენებდნენ, ეხლა პირიქით მართლა მოედნებს აშენებენ და ინფრასტრუქტურაში ძალიან დიდი ფული იდება. ძალიან დიდი. რომ ამდენი მოედანი რო არ ქონა, ეხლა აი სადაც აი რამდენი მოედანი ანონსდება და რამდენი აშენდა და კიდე ანუ პრემიერს ფეხბურთი უყვარს, პრეზიდენტი ფეხბურთელი გვყავს. გვაქვს ის რესურსი და ის რომ გვეუბნებიან რომ აი სწორე მიმართულებით კიდევ მეც გავაკეთებთ. პირდაპირ ვიძახი რომ
არ მინდა ეხლა რომ წვრთნელი ვარ და პრეზიდენტებზე ვილაპარაკო და პრეზიდენტებმა მცველებზე. ანუ უნდა გავინაწილოთ ჩვენი პასუხისგებლობა. წვრთნელებმაც და გუნდის დირექტორებმაც. და ანუ რას გულისხმობ ვიტყვი. როცა პრეზიდენტი მოიტანს 5 წელიწადში 30 მილიონს ან 20 მილიონს გიზიდავს შენ ფულს და შენ ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ 15-20 მილიონი გაქვს იმისთვის, ხო? სიტყვაზე ვიძახი რომ კაი გუნდი გააკეთო. შენ კარგი გუნდი უნდა გააკეთო, მინიმუმ კონფერენს ლიგაზე უნდა შეხვიდე. რომ ჩვენ ქვეყანას კიდევ ესე პირდაპირ გადაგვისხათ აი ახალი ის და ახალი ენერგია რომ მივცეთ საშუალება რომ კიდევ მეტი ფული მოვიზიდოთ რომ ბიზნესმენები დაინტერესდნენ ამით. ეს მოწამლითია ხო ის რომ მოიწამლები აი ესე არის. ანუ რას ვიძახი? ეს ვიძახი რომ პრეზიდენტი რომ მოაქვს ამდენი წელი რომ მოაქვს ფული, მოაქვს და ვერცეთ იმას ვერ ედები, ხო? ანუ ეს უკვე წველის პასუხისგებლობა და არასწორი თქვათ ანუ ჩვენი რა თქმა უნდა, ხო, ჩვენ უნდა ვიყოთ, უნდა ვთქვათ რომ მე უნდა ვთქვა რომ მე შენ რომ აძლევ აი ლევანი იყო ჩემი პრეზიდენტი, ხო, სიტყვაზე ეხლა არ არის. შევეხებით თემას. მაგალითად და აი წამიყვანა ხო მესამე ლიგიდან დავიწყე. მითხრა ლადო აი გეგმა მითხარი შენ. თქვი რომ მე დავიწყებ მესამე ლიგიდან პირველ წელს ამ ლიგაში შევინარჩუნებ რომ სულ ახალი გუნდი რო ავედით სამი ფეხბურთელი არ იყო. მეორე წელს ხუთეულში დავამთავრე. მეორე წელს გადავალ მეორე ლიგაში. მერე მეორე ლიგაში შევინარჩუნებ ერთი წელი რომ კიდე ადაპტაცია გქონდა. მერე ვიბრძოლებ მაგრამ აი ეს 4 წელი შენ მე სტაბილურობა უნდა მქონდეს რომ მე ელემენტარული თუნდაც შეიძლება ჰაი კლას ფული ვერ მომცე მაგრამ ის სტაბილურობა რომ ხელფა მე არ მქონდეს ის საშუალება რომ 3 თვე ხელფას ფეხბურთელმა არ აიღო 4 თვე მე ვერ მოვთხოვ იმას ფეხბურთელს. ანუ ეს არის სტაბილურობა, ხო? სიტყვაზე. ლევანიმ შემიქმნა მე სტაბილურობა ჩემს სფეროში არ ჩაერია ჩვენი მენეჯმენტით რაც თქვით დავგეგმეთ ის გავაკეთეთ. იმაზე უფრო ადრე ვიდრე სიტყვაზე. სხვას არ ვეხები, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან ერთად გაზრდილები ვართ, იცნელები და არ მინდა რომ ვიღაცას რაღაც. ანუ ჩემით ვიწყებ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე როცა მქონდა იმის საშუალება, რომ ბონლისისიონით ვიყავი. ხო, ვიყავი და მესამე ადგილზე გავიდე, თასის ფინალი ვათამაშე, ლიგის შესარჩევი ვათამაშე. მაგრამ ის 7 გუნდიანი ჩემპიონატი რო გარდამავალი იყო და იქ გამივარდა. ხო? იქ მქონდა შემოთავაზება რომ კიდე დარჩი. მაგრამ მე ვთქვი რომ ჩემი პასუხისგებლობაა, ჩემ ხელში გავარდა გუნდი, ავდექი და გავიწიე გვერდზე. და დაუთმე სხვა ასოის რეაბილიტაცია, რომ სხვას მოეხდინა ის რეაბილიტაცია. ანუ პასუხისგებლობები უნდა გავინაწილოთ. სწორედ რომ მე თუ რაღაცაში შევწდი, მე უნდა ვთქვა რომ ჩემი ბრალია. ესეც უნდა იყოს. ისე არა რომ ერთმანეთს ვაბრალებ. ეხლა დირექტორებს ეხლა ბონლში დირექტორიც ვიყავი. ანუ გუნდის დირექტორიც ვიყავი, იყო წლები როცა ტრენერი მწვრთნელი სხვა მყავდა. ანუ ორივე პოზიციაზე ნამუშევარდა გეტყვით. მაი დირექტორის მხრიდან რატო არის სულ აი ის ტრენერი მწვრთნელი და დირექტორის შეუსაბამობა ხანდახან ხშირ გუნდებში კონფლიქტის ის არის ხო. მე ვაყალიბებ გუნდს ერთი წელი. და რაღაცა სახე მივეც. მეორე წელს იმაზე უკეთესად 3-4 ფეხბურთელის შერწყმით შეცვლით უფრო უკეთესი გუნდს მივდივარ და ვაატყობ რომ მივდივარ პროგრესით. ხო ხვდები რას ვიძახი. მაგრამ შენ მე ერთ წელიწადს 7-8 ფეხბურთელს თუ გამიყიდი. ხო, თავისთავად. ბირთვს აი 8 ფეხბურთელს თუ გამიყიდი შენ მე, ხო? მე სიტყვაზე ვიძახი, ან გაუშვებ სიტყვაზე ან იმას ვქენ, ხო? ყოველ წელიწადს ანუ პირდაპირ რომელი მწვრთნელი სიტყვის რომ მე ერთ წელიწადში ეხლა გუნდს მივიყვან და შევიყვან რომელიღაცა ლიგაზე ან ჩემპიონს გავხდი ერთ წელიწადში ახალ გუნდს. ჩათვალეთ რომ პირდაპირ ჩემი თამადობით იტყუება. ხო, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ახალი გუნდით შეგვიძლია. ანუ 10 ფეხბურთელი ახალი მოიყვანე. მინიმუმ 6 თვე 7 თვე შეთამაშება გინდა იმისთვის რომ შენ რა ფილოსოფია იმას ვეხა. კიდევ ერთხელ ნაკრებში ჟირესი სხვა რაღაცას გვავალებდა, ტოპიულერი სხვა რაღაცას და შუშაკი სხვა რაღაცას. მარჯვენა ნახევარმცველი ვიყავი და ერთი მეუბნებოდა რომ პადაჩას ფლანგზე რო გადიხარ, თუ თავდასხმელი არ არის, პადაჩა არ გააკეთო. მეორე მეუბნებოდა შენ პადაჩა გააკეთე იმ თავდასხმელს მე მოვთხოვ იქ. იქ უნდა იყოს. ანუ ყველას თავისი აზრი ქონდა. და ჩვენ ვიყავით შემსრულებლები ფეხბურთელები, ხო ესეა. აქაც 10 ფეხბურთელს რო შევათამაშებო და ერთ სეზონში 10 ფეხბურთელს რო გავუშვებთ. კლუბი პოლიტიკა რო გამიყიდი ფეხბურთელს. მე რომ მწვრთნელი ვარ და მოდის რაღაცა ისა, ანუ მეორე წელს შეიძლება ჩემპიონიც ვერ გავხდე. შეიძლება სამეულშიც ვერ შევიდე. ხო ესე ანუ საწყენად კი არ ვიძახი. ანუ სწორია, მე ვისურვებდი ამას არც საჩხუბრად ვიძახი და ღმერთმა დამიფაროს ვიღაცაზე ხელს ვიშვერდე. ანუ თუ გვაინტერესებს ქართულ ფეხბურთს როგორ უნდა უშველოთ. მე ვისურვებდი ძალიან ბევრ
ბიზნესმენს ისეც რომელსაც ფული არ უჭირს ის რომ გუნდი შეინახოს ანუ არის გუნდები რომლებსაც მართლა ვიძახი თუნდაც მე შახტე თუ ვიღაცა არ გავყიდეთ ახლა ხო შეიძლება მომავალი წელს ის ფულიც არ გქონდეს რაც გვაქვს ანუ შესაბამისად ვიღაცა თუ არ გავზარდეთ გავყიდეთ არის მოთხოვნადები მაგალითად რა შეიძლებოდა ახლა ღურწკაიამ რომელიც 2-3 გუნდს უნდა და გაგვეშვა იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ის თანხა არ გქონდეს რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინახოთ იმიტომ რომ არ არის საკმარისი მარტო ფონდის ფული ეს არის რომ კი არ გვინდა იმის გაყიდვა ხო სიცოცხლისთვის არის საჭირო გუნდის სიცოცხლისთვის აი ბევრი მაგას აღნიშნავს ეხლა თქვი ბოდიში რო გაწყვეტინებთ რომ აი მაგიტო ყიდით ამ 7-8 ფეხბურთელს რომ მე რო არ გავყიდო აბანში 100%-იანი ხარ მე იმ პრეზიდენტს ვერ ანუ კი არ ვამტყუნებ 100%-იანი ამიტომ ვიძახი რომ თანხები ჭირდება მე ვისურვებდი ბევრ ისეთ ბიზნესმენს სიტყვაზე ვიძახი და ისეთ იმას რომელსაც ანუ რო შეხედავს რომ გუნდში კარგი ახალგაზრდები ყავს და 2-3 წელიწადში პერსპექტივაა ხო მინიმუმ ის ფეხბურთელები 3-4 წელიწადი ისე შეინახო რომ მიიღო ის პროდუქტი და ის ყველაზე მთავარი რაც ქართველ ხალხს უნდა რომ იმ ევროპის ლიგაზე შეუძლოთ კონფერენც ლიგაზე ლიგა ჩემპიონებზე შეძრეს ის რომ ერმა გაიხაროს ერთი გუნდიც რო შეხა მე დღეს პირადად მე ტყიბულის მე შახტე ყველა გუნდი როგორ შეიძლება არ უბალაშკო იბერიას როგორ შეიძლება არ უბალაშკო იმიტომ რომ მარტო ყველაფერს თავი რო დავანებოთ მაგათი იქ წინ წასული და რამოდენიმე ეტაპის გავლი და ქვეჯგუფში შესვლით UEFA-დან წამოსულ ყველა გუნდზე თანხა მოდის. ანუ იზრდება ჩვენი ანუ ყველა ჩვენი ფულიც იზრდება მაგას ვიძახი. კი, ყველაფერი იზრდება. ამიტომ ვიძახი. გულშემატკივარის ინტერესი ყველაფერი. იბერია რო შეძრება. ხო? და არის რომელიც და გაივლის ერთ ეტაპს მეორე აი ბოდოგლიმიტი რასაც აკეთებს ახლა. როგორ შეიძლება თუ ქართველი ხარ, პატრიოტი ხარ რაღაცა ღმერთის წყალობით იმაზე დიდი ფული გაქვს, რაც შეიძლება რომ გქონდეს. რომ არ მოგინდეს, რომ იმეც ავიღებ ერთ კლუბს, დავასპონსორებ და მივიყვან იქამდე მივალ. ხა მე შევხვდი კერესელიძეს რა, პირადად გავიცანი და აი ძალიან მომეწონა მსჯელობა, რომ აი ჩემთვის როგორც თელისთვის იდეალური იყო. რომ აი გეტყვი ან ფულის პრობლემა არ არის. ფულის პრობლემა არ არის და პრობლემა ის არის, რომ ეხა ჭირდება გუნდს კარგი ფეხბურთელები, ლეგიონერები შესაბამისი შეთამაშება და პირდაპირ უთხარო თუ 2-3-4 წელი ამას თქვენ შეინარჩუნებთ ამ გუნდს არსებობს. არსებობს და დაამატე ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, მე ვთვლი რომ ქუთაის ტორპედოს დიდი პოტენციალი აქვს რომ იქ შევიდეს. ხო მიმიხდი რას ვიძახი, იმიტომ რომ სწორედ იძახის, ის კაცი იძახის რომ მე დავხარჯავ 100-200 ოღონდ იქ შევიდე. და მე დარწმუნებული რომ იქ რო კარგი ფეხბურთელები არიან, ხო? და რო არ არის ვალდებულ პასუხის რომ უნდა გაყიდო ფეხბურთელი და შეგიძლია რომ შეინახო ეს შედეგს მოიტანს თუ შედეგს ვერ მოიტანს უკვე ესე იგი სამწვრთნელო შტაბში და იმის მენეჯმენტშია რაღაცა პრობლემა უკვე სხვაგან გაქვს საძებნელი პრობლემა რა იმიტომ რომ ანუ ორი განსხვავება არის გუნდები და ვამართლებ იმ ხალხსაც რომელსაც უნდა გაიტანოს თავი რომ იარსებოს აი სადაც მაგას ვიძახით რომ უნდა ვიარსებოთ შესაბამისად არ ყოფნის ესე იგი ის დაფინანსება. მანდ მივდივართ ყველა და ხალხი გვიბრაზდება. რომ აი თქვენს უფულს ითხოვთ, ანუ ფულს ანუ შესაბამისად ვიძახი, იმიტომ რომ ყველას კარგად რო გავუშიფროთ ჩვენ, საით თქვენ ჟურნალისტები რომ მოგვეხმაროთ, რა ხდება თურქეთში ტელეტრანსლაციებიდან ამ ხელა ფული შემოდის, იქიდან ამ რეკლამებიდან ამ ხელა ფული შემოდის. ეს ხო უნდა შეიფუთოს კარგად. რა თქმა უნდა. ხო, ეს ხო უნდა მივიდეთ იქამდე. მაგრამ ჩვენ თავიდან ჯერ რა პრობლემები გქონდა, მოედნები არ გქონდა. ხო წარმოგიდგენიათ მოედნები. ეხლა მაგ პრობლემებს ნელ-ნელა ვაგვარებთ. უკვე თითქმის ყველა გუნდს თავისი მინდორი ექნება. აი ჩვენთანაც გადმოვიდა ტყიბული, გაცოცხლდა ქალაქი, ჩაიდო 18-20 მილიონიანი სტადიონი რეაბილიტაცია. კი, 2 წელიწადში. ზუსტად იგივე სტილის სტადიონი, რაც ბოდოგლიმიც ჰქონდა, იმიტომ რომ იმიდან გამომდინარე, რომ ის არის, რა ქვია, მაღალთიანი რეგიონია და თოვლი და წვიმიანია. ეგეთივე რაც ახლა ითამაშა გუშინ ინტერთან იგივე ხარისხის ხელოსაფარი რომელიც უმაღლეს ლიგას აი ლიგა ჩემპიონებს ემსახურებოდა ანუ შესაბამისად ეგეთი არის გათვლილი იქ სხვა ქალაქებში შენდება ანუ ეს ინფრასტრუქტურა უკვე თითქმის მზად ვართ ეხა სავარჯიშო მინდვრებიც უნდა დაემატოს რომ მარტო სათამაშო არ იყოს ეხა გვჭირდება კიდევ ის ცოტა ზედმეტი ის კარგი ადამიანები რომლებიც იქნებ დაინტერესდნენ უფრო მეტი ჩადონ განვითარებაში, იმიტომ რომ
მე რა თქმა კალათბურთი ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს. მეგობრები ძალიან ბევრი ყავს. კალათბურთელები, მოქმედები, ძველებიც, რა ვიცი, მაგრამ გინდა ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტი. ანუ სოფლიოში აღიარებული და ეს ჩემი მოგონილი არის. გავიგე რომ შეიძლება სხვა სფეროს უფრო ეწყინოს, მაგრამ თვლი რომ კიდევ ერთხელ ჩვენ დროს გავედით ხო ლიგაზე, ევროპის ლიგაზე, დინამო თბილისი მაშინ. ხო, ერთხელ, ხო, აი მე იქ ვიყავ იმ გუნდის წევრი ვიყავ, ანუ მახსოვს რა იყო. აი ზუსტად ეგ ვჭირდება, როგორც ნაკრები გამოაცოცხლა და კვარამ და ბიჭებმა ფეხბურთი დააბრუნეს და ბავშვები უმეტესწილად რაგბზე და კალათბურთზე რო გადადიოდა, კაი გაგებით ვიძახ ჭალებში ქართველი ახალგაზრდები. ეხა ხო ის ბავშვი უმეტესობა მოტრიალდა და დღეს უკვე ბევრს უნდა რომ მამარდა იყოს, კვარა იყოს, ანუ ესე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მაგარი რაღაცა მოხდა. ეხლა ის ერთი კიდევ ის აი ელექტროშოკი გულზე რო ადამიანს ადებენ რომ გააცოცხლონ, ესე გვჭირდება რომელიღაცა ჩვენი გუნდის ევროპის ლიგაზე რომელიღაცა ქვეჯგუფში შესვლა. რომ საკლუბო დონეც ცოტა წინ წავიდეს, ჩემპიონატის ხარისხი გამოსწოროს, გაშუქება კარგია. ხო, თითქმის ყველა თამაში ლაივში მიდის, უკვე უმაღლესი ლიგა, პირველ ლიგასაც ყურადღება ექცევა. მოედნები იდეალურია, სათამაშო მოედნები უმაღლეს ლიგაში რაც არის იდეალური. ყველა ძალიან კარგი ხარისხის საფარი აქვს. გაშუქების ნაწილში უბრალოდ ტელევიზია თუ გამატებით კი ბატონო, ანუ მე ვიძახი რომ ანუ ადამიანს აქვს საშუალება ჩართოს და თუნდაც იმ ელიგა ჯიზე უყუროს პირდაპირს. მე ვისურვებდი რა თქმა უნდა უკეთეს, მაგრამ ანუ სად ვიყავით და სად ვართ იმას ვიძახი. არ შეიძლება რომ ესენი არ აღნიშნოთ, რომ იმათ იგივე ფედერაციას არ უთხრათ მაგაზე მადლობა. სიტყვაზე ვიძახი. რასაც აკეთებენ. სტადიონების ხარისხი გამოსწორდა. პირდაპირ და ჩემ დროს დინამოში რო ვთამაშობდი, ერთ თამაში თუ უყურებ, თორე ყველა თამაში პირდაპირ არ იყო. ანუ ბევრი რაღაცა კარგი კეთდება. ეხლა გვჭირდება სწორი მენეჯმენტი, კიდევ ერთხელ ვიძახი, მწვრთნელებმაც ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიღაცაზე არ უნდა გავუშვიროთ ხელი. მე დავაშავე, ჩემი ბრალია, ფეხბურთი ხან მოიგებ, ხან წააგებ. უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. პრეზიდენტებმაც ხელი უნდა შეუწყო მწვრთნელებს. სწორი ფილოსოფია. მინახია ბევრი პრეზიდენტი, ეხლა სწორედ გამიგეთ რა ისე არ მითქვა, რომ სავარჯიშო პროცესი მიდის და ჯინსებში ხელს ჩაიწყობს ეს და რახან პრეზიდენტია მოედანზე შეიძლება შემოვიდეს იმითი რა ქვია, ჯინსებით. ანუ იმ დროს მოუნდეს ტრენერთან გასაუბრება. ავტობუსში ალოდინოს გუნდი და როცა მიდიხარ თამაშზე. ანუ ხო ხვდები? თორე მე ხა მერაბ ჟორდანიასთანაც ვიყავ როგორც ფეხბურთის პრეზიდენტი იყო და ნაკრებში ვთამაშობდი. მე არ მახსოვს მაგ ადამიანს ერთი პირველი ის და ხოლმე ავტობუსი. შეუძლია დაждდეს თქვა ავტობუსი, მე ვერ ვხედავ მაგასა. კი, რა თქმა უნდა ჯობია რომ თავის მანქანით წავიდეს, მაგრამ თუ უნდა ხა გუნდს პრეზიდენტს რო ავტობუსში, მაგრამ ის არა რომ გელოდონ, ხო? ხო, ანუ მაგას, ანუ ელემენტარულია. პატივისცემა უნდა იყოს, ოღონდ ისეთი, რომელიც უნდა იყოს ხაზები. შენ მე მომთხოვე მაქსიმალურად ის თუ არ ხარ იმით კმაყოფილი შედეგით. ბოლოს რა არის თქვენთვის თავარი? შედეგი, როგორც დირექტორისთვის. მაგრამ შედეგამდე მე ამას რაღაცებს რო გთხოვ, ის უნდა შემისრულო. მაგრამ შენ თუ მე ამას მისრულებ ამდენი წელი და მე შედეგს ვერ გიდებ. მაშინ მეც უნდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ თავზე. ეს არის, ანუ მე მოვისმინე მწვრთნელების თქვენთან მოვისმინე ფეხბურთის პრეზიდენტების, ანუ ეხა ისე არ გამომივიდა, არ წვალ არ ჩამბურს. ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. სხვებზე ავლაპარაკობ, ჩემ თავზე ვლაპარაკობ. შეუცვლელი არავინ არ არის. ხო, დღეს აქამდე მოვედი, მაგრამ ხვალ რანაირად წავა ჩემი საქმე, ხო არ ვიცი, ხო? რო ვთქვათ, მარტივად ცოტა რთულია თქვა, მაგრამ აი მოკლედ თავარი ამ არსებული რესურსით, სწორი მენეჯმენტით, აი სწორი პასუხის, სწორი როლების განაწილებით შესაძლებელია, რომ უფრო მეტად წინ წავიდეთ აი არსებული რესურსიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა. დღეს აქვს ერთ-ერთი წარუმატებლობის მიზეზი. ბოდი, აი პირდაპირ გეტყვი, დღეს ახლა შანსი აქვს მართლა იბერიას, რომ იქ პირდაპირ რეალურად ვთქვათ. კი. იბერიას კარგი ფეხბურთელები დაიმატეს თან. ძალიან ახლა მასე შეკრებაზე ერთად ვიყავი და ორ-სამ თამაში დავესწარი. ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატეს რა. როგორც შეტევით ფაზაში, ისე ნახევარდაცვაში, ისე დაცვით ფაზაში, ძალიან კარგი. შეთამაშება აკლია. აი ვისურვებდი რომ ეს ფეხბურთელები მე როგორც გულშემატკივარი ვარ, ახლა ნუ მთulit როგორც წნელს, რომ 1-2 წელი ერთად მენახა ერთ გუნდში და დარწმუნებული ვარ, წელს თუ არა მომავალ წელს ეგ ბიჭები
უეჭველი სადღაც შევლენ რომელიღაცა იმაში პირდაპირ ვიძახი. აი პირდაპირ ვიძახი და აი ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები რა. კი, არა. ანუ ბევრი დაგეთანხმებათ, აქამდეც ბევრი გუნდის შემადგენლობა რომ არ შეცვლილიყო და არ წასულიყო ძირითადი ბირთვი, შეიძლება უფრო ადრეც მომხდარიყო ის, რასაც ახლა საუბრობთ, რომ შესულიყო. კი ბატონო, როგორც პრეზიდენტების მესვს, ისე მწვრთნელების მესვს რა. ანუ აი ეს უნდა დავაბალანსოთ ჩვენ ერთად ყველაფერი ხა რა თქმა უნდა ხა მედალევანი აი პირდაპირ ვიძახე აი ლამის არ ვიცი ხა ისე ჩხუბობთ ხოლმე ისე იმაში მეტყვი რომ მაგრამ ეს კი არ იყო ჩასაფრებული ჩხუბი ეს იყო ის რომ ფეგურს ეს ჭირდა არ მაქვს მაგდენი მე რომ არ ამჭირდება არ მაქვს აი სულ ეს ჭირდა აი ეს სიტყვაზე ვიზახ ხო ეს არის საჭირო ეს საჭირო მომყვებო წასულა მართლა ვიძახი უსესხია და მოგაუკეთებია მართლა ვიძახი აი ალალად ვიძახი არაჩვეულებრივად აი თუ დღეს მე ლადობურდულმა და მეშახტემ წარმატებას მივახცეთ მაგ ადამიანის ძალიან დიდი დამსახურებაა. მართლა ვიძახი რომ დღეს შუაღამე არ არსებობდა რომ ადამიანი პირდაპირ ვიძახი მოედანზე წყლები შემოქონდა. რომ ჩვენ არ ქონა რომ 2 მასაჟისტი გვყავდეს და 2 ექიმი და 3 ფიზიოთერაპევტი მაგის საშუალება და ბურთი რო გადადას 4 ადმინისტრატორი ბურთებზე ხო? პრეზიდენტს ბურთზე წასულა და ბურთი გადმოუგდია. ხო და ეს ახლა ვიღაცამ შეიძლება ზოგი პირიქით აკეთებს ზოგი თავიდან განსა ყველაფერს აკეთებს მაგრამ ყველაზე მთავარი შედეგია ის არ არის სიტყვაზე ვიძახი ხო კი ახლა თორე ახლა როგორ შეიძლება კლუბში თუ სწორია მენეჯმენტი თუ სწორია მმართველობა შედეგი რისი ბრალია ხო აი ამ ფონზე და მით უმეტეს ახლა ამ ნაწილში რაც ისაუბრეთ და ეს სხვებისგანაც მომისმენია კიდევ უფრო გასაკვირია გულშემატკივრისთვის, რატო წავიდა ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში მით უმეტეს ამდენი შრომის ფონზე, რა რის თქმა შეგიძლიათ გულშემატკივრისთვის, რომ ასე ვთქვათ, მეტი გავაგებინოთ, რატომ მოხდა ეს ცვლილება, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეხლა რა მდგომარეობა ამ კუთხით ყავს თუ არა, მე როგორც ვიცი, არ ყავს ამ ეტაპზე კლუბის პრეზიდენტი და ამ კუთხით რას უნდა ელოდოს გულშემატკივარი? პირდაპირ ერთადერთი რაც შემიძლია ყველაზე მთავარი ვთქვა რომ ლევანი ამ კლუბისთვის თუნდაც ის ბოლო პერიოდი რამე არ მინდა რომ ძალიან მიყვარს ტყიბულის გულშემატკივარი და სულ ვიძახი ხოლმე რომ იყო პერიოდი როცა სხვა გუნდებით რო ავდიოდი ხოლმე აი ვერ ვიტანდი იქ თამაში იმიტომ რომ აუტანელი გულშემატკივარი სულ ანუ იქ არ ჩერდებიან რთულია რა პირდაპირ ვიძახი რა და აი მე რომ მან დავინიშნე თავორწნელა თვითონაც ხო იცოდნენ რომ ერთ-ერთი მაგათი მის ვიყავი მაგრამ ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ანუ მოედანს ცდება ჩვენი ურთიერთობა ძალიან მეგობრული თითოეული გულშემატკივარი პირადში მწერს მირეკავს ოჯახებით ვკითხულობთ ერთმანეთს აი ძალიან თბილი დამოკიდებულება და ეს ჩანს ერთი ნაბიჯი არის ანუ ხო რომ ვიყავით მოწინააღმდეგეები და მტრები ეხლა ისეთი მეგობრები კი არა დარწმუნებული ვარ ლადობორდული აქ რო არ იქნება მე ტყიბულის ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი ვიქნები და ავალ მაგ ბიჭებთან ერთად და მაგ გულშემატკივარი დავждები და ტყიბულის გუნდს უგულშემატკივრებ ამაგაში აი პირდაპირ გეუბნებით აი პირდები ყოველას ეს ჩემი ესე იქნება ყოველთვის რა ამ ქალაქთან და ამ გულშემატკივართან მაგრამ ლევანის მოსვლამ ვაფშე ცვალა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ლევანიმდე სხვა იყო იძახდნენ რომ რესურსი არ არის რესურსი არ იყო და რა გაგვიკეთებინა ლევანიმდე ვინც კლუბში იყვნენ და მესმის რა ვიღაცას აქ რაღაცა შესაძლოა ვიღაცას არა სულ მაგას ვიძახი რომ უნდა იყოს დირექტორი ის ვისაც აქვს მაგის რესურსი რო თქვა რომ ლევანი ისეთი ბიზნესმენია რომ ფული აი არა, პირიქით, მაგრამ ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მენეჯერი, მე ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ მოდი ესე ვიტყოთ რა, ფული არ წყვეტავს ყველაფერს. ჩვენზე ბევრად მეტი ფული ქონდათ ამ წინა ლიგაში 6 გუნდს, მინიმუმ 7 გუნდს. ლიგა 2-ში, მაგრამ გადმოვედით. რო გითხრათ რომ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენი იყო არ დაიჯერებთ 37,000 და მე 40-მდე ავიდა როცა სიონს იმას რა ქვია გონიოს არაჩვეულებრივ პრეზიდენტი ყავს ძალიან ბევრი ფული დახარჯა 90 ქონდა და გავარდა ანუ ფული არ წყვიტავს ყველაფერს თქო მაგის თქმა მინდა ანუ ლევანი არის მენეჯერი რომელიც იცის რა ჭირდება გუნდს მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთში არ იყო ესე გათვითცნობიერებული ეს 3 წელი იყო იმის საკმარისი რომ ძალიან კარგი მენეჯერი გამختارიყო და ზუსტად იცის რაოდენ რა სასიცოცხლო რაღაცეები ჭირდება გუნდს რომ სად უნდა იარსებოს რითი უნდა იარსებოს
ლევანიანსა და ადამიანი, რომელიც აი 24/7-ზე, უფრო არ ვიტყოდი რა, 24/7-ზე რო არ ძინავს. და სათხარ სპონსორებს ხვდები, სათხარ ამას ხვდები. თუ უყურებ მაიკაზე ყველაზე მეტი რაღაცა გვაწერია. ეს არის ლევანის დამსახურება. რომ მიდი რა შენამდენი ჩაგვიდე, მიდი რა შენამდენი ჩაგვიდე. მიდი რა, თავიდან ეს YouTube-სენი და TikTok-ი და ის რო იყო ყველა დაგცინოდა. ის რო მაიკებს ჩუქნიდა და მთელ ტყიბულს და დღეს უკვე იმ მენეჯმენტმა გაამართლა, იმ მარკეტინგმა გაამართლა. კი, ზუსტად მიდიოდით ყველა მიმართულებით. კი, მაგრამ იცით რამდენი დაცინვა გამოვიარეთ? პირადად ლევანიმ და პირადად მე, რო ავედი ესენი ნახე და ესენი შეხედე და ჯერ სად არიან და რა მაიკას ჩუქნი და ანუ უმაღლესი ლიგის გუნდს არ ქონდა თავისი ფანშოპი, ჩვენ რო ქონდა. ხო, და ჯერ ადროს ეგარე და ჯერ ჰოპ გადახდი და მე ჰოპ თქვი და ჯერ საქმეს მიხედე და სხვა რაღაცაზე მე ანუ ბევრი დაცინვა გამოვიარეთ. ძალიან ბევრი. მაგრამ მოვედით იქამდე, თუ სხვა არ დაგვიზახა, ჩვენი შემოვედით იქ, სადაც უნდა შემოვსულიყავით. და ვთვლი რომ იმსახურებდით ლევანის და მეც რა. და კიდევ ერთხელ ვიძახე, რომ ჯერ კიდე ბოლომდე ვერ გავითავისე, შევხვდი ნამდვილად, ვილაპარაკეთ. რჩება ჩვენი გუნდის ყველაზე მაგარი გულშემატკივარი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება როდესღაც დაბრუნდეს და ძალიან გამიხარდება, მაგრამ ჩემგან თემაზე ვილაპარაკო თუ რა მოხდა და როგორ მოხდა ნამდვილად არ იქნება სწორედ გამიგეთ, იმიტომ რომ ჩემგან ეს არ გამოდის. მაგრამ ის რომ ლევანისთვის აი რა ყველაზე კარგი მემეტება, რა თქმა უნდა, ხა მაგას ლაპარაკი წერა არის ბევრი მწვრთნელი, ანუ ბოლნისის მე დიდი ჩავარდა მქონდა. არაქვში წავედი მე-4 ლიგიდან, მე-5 ლიგიდან მე-3 ლიგაში, მე-2 ლიგამდე მოვიყვანე გუნდი, მე რაღაც გაურკვევლობა გამოვიდა. იქ თბილისში პლეი-ოფი ვითამაშდი ის, მაგრამ არც პირველი ლიგიდან, არც უმაღლესი ლიგიდან არავის არ დაუძახია ჩემთვის რა. და ცოტა ისეთია იცი რომ რაღაცას რო თვლი რომ რაღაცა გაკეთებული გაქვთ, თუნდაც ფეხბურთის დონეზე რაღაცა მერე სამსვლელო დონეზე იქ ბოლნისში რაღაც ცუდი შედეგები ნამდვილად არ ხონა გავიგე ის გარდამავალ ჩემპიონატში, ხა მე კი არა ისეთ მწვრთნელებს მოსვლიათ. ნუ მაგრამ აი და მე აქამდეც რომ მივედით ხო გამიგია რომ იცი ჩვენ არ გვეგონა შენ ეგრე სერიოზულად თუ უყურებდი მწვრთნელობას თითქოს ხომ მივხვდი ანუ ჩვენ გვეგონა რომ აი შენ რაღაც სხვა საქმით იყავი დაკავებული და ამითი ერთობოდი რა ანუ იცი როგორი საწყენი არის ამის მოსმენა რომ აი რაღაც დაუფასებლობა რომ გოგონია რომ აი ძალიან რთულია მწვრთნელი როცა აი პირდაპირ მე გეტყვით რომ აი ძალიან ბევრ მწვრთნელზე რა გული მწყდებოდა რომ მიხარია ძალიან რომ უჩას ოსიაშვილი დღეს დაინიშნა ბოლნისის სიონში გული მწყდება რომ ლევან ყორღალიძემ ამდენი გააკეთა და სახში ზის პირდაპირ ვიძახი რა აი პირდაპირ ვიძახი არიან მწვრთნელები რომლებსაც შეუძლიათ რომ საქართველოს საკლუბო ფეხბურთი ძალიან წინ წაიყვანონ ანუ ბევრ მწვრთნელზე ვიძახი ბევრი კარგი მწვრთნელი მუშაობს მაგრამ ჩემ თავზეც რო ვილაპარაკო გულის წყვეტა მქონდა არა არ ამიღია ტელეფონი და არავის როგორ ხდება ხოლმე რომ მოვლით რომ იქნებ იმან დამნიშნოს ან ამან ესე მქნას როგორ კი ვიცით საქართველოში როგორ ხდება და რა ხდება რა ვიღაცას დაარეკინოს რომ ის იმისიანი ადრე რო ხდებოდა ყუფარაძეს რო არ დაერეკავის მარკ შეიდერი ხო ვიძახთ ერთი კაი მარკ შეიდერი უჭირდებოდაო ხანო ხო ხდებით არასდროს არ მithოვია არავისთვის რომ იქნება მე და ჩემთვის ლევანის ზარი ძალიან ის იყო აი ესე რომ ვთქვათ რომ მეორედ დამაბრუნა ესე ვთქვათ რომ თითქოს ყველასგან მიგდებული რა რომ აი არავინ არ ვთვლიდა არაფერს და დღეს ბევრი რომ ხდება რომ აი შენ დაამტკიცე მე დასამტკიცებელი არავისთან რაც ვიცოდი იმას ვაკეთებდი და რაც ვიცი იმას ვაკეთებ გულით შეუცდარი კაცი არასდროს არ არსებობს ხო ყველა თუ არ შევცდით ვერ მივხვდებით ის სწორია თუ არა და იმის შიშით რომ წინ აბიჯი ვერ გადავდგა რომ ის სწორია შეიძლება სულ ადგილზე ვტკეპნოთ და ესე ვტკეპნეთ ადგილზე ამიტომ რაღაცა უნდა გარესკო კიდევაც რომ უნდა გამივხვდე რომ ის სწორია ის ნაბიჯი თუ არ არის მე ლევანი ეს შესაძლებლობა მომცა რომ ზუსტად ჩემი საფეხბურთო ცოდნა და ფილოსოფია გადამეტანა მოედანზე და დღეს რაღაცას მივედით. ღმერთმა ქნას რომ იმედები არც ახლა არ გაუცფილო ტყიბულის გულშემატკივარს, სულ მაგას ვიძახი რომ აუ რატო ხარ სულ უკმაყოფილო? კიდე რატო გინდა სულ ფეხბურთელი მინდა? სულ გაძლიერება მინდა? ვის არ უნდა მითხარი? ვის არ უნდა? ჩემთვის არ არის მარტო ერთ ადგილას 2-3 კაცი ყავს იქ კონკურენციაში, ხო იცით როგორ ხდება რა? ის არ გაძლევს იმის საშუალებას რომ ერთს რო არ გაიქცევი, იმას რო პასუხს არ გაცემ და მეორეს დააყენებ ის თვითონ მიხვდება რომ ის კიდევ აბა თავის შანსს უნდა ელოდოს ის როდის ვერ ითამაშებს სწორედ ეს არის კონკურენცია
და ეს არის ის თორე ხა ჩემი ორი ბიჭი მყავს და კიდევ რო სახში რომ მოვარ, მაგრამ ჩვენზე ილაპარაკე ესე მეკითხებენ ხოლმე. კი, სულ მაგას ვიზახე, რომ 22 და 21 წლის ბიჭები მყავს, რომელიც ბავშვობაში ფეხბურთს დამაშავდნენ. და 13 წლის ასაკში უთხარი რომ არა მეთქი. მე თვითონ უთხარი, უნდოდა თამაშობდნენ, ყველას ხო არა აქვს ნიჭი ისეთი, ხო? შრომის მოყვარები იყვნენ. მაგრამ აი ადამიანი რო ადგება და იტყვის რომ აი მოდი რა დღეს ქარია და შეიძლება არ წავიდე, ხო? ანუ აი მანდ უნდა დავუმთავროთ, მე ვთქვა. სატო ეხლა ორივე ძალიან კარგად ისწავლეს, მუშაობენ და ანუ ვამაყობ იმით, არ არის აუცილებელი ყველა ფეხბურთი ითამაშოს. და სულ მაგას ვიძახი, რომ ეხლა ყველაზე მაგარი მამა არის ალბათ ყო არას მამა, ბადრი, ეხლა ერთად თამაშობდი და რომ ფეხბურთელი იყო თვითონ და ფეხბურთელი როგორ ფეხბურთელი თან როგორი ფეხბურთელი შვილი ყავს. ყველას უნდა რომ ჩვენ ყოფილ ფეხბურთელს გვინდა რომ თავისი შვილი მაგარი იყოს. მაგრამ ორი ბიჭი მყავდა იმითი რომ აი მე და ფეხბურთზე უნდა მივიყვანო და ახტება. ყველა ვერ გამოვა ფეხბურთელი და სულ მაგას ვიზახი რომ ვინც ყველაზე მაგრა მიყვარდა, იმათ ვერ დავეხმარე მაგ სპეციალობაში. მით უმეტეს წვნელი ვიყავი. და ის რო თხოვნა არ მინდოდა რომ მიდი რა ჩემი შვილი ათამაშ და აუგენაცვალე აიყვანდეს. გამოუშვიდა სახში. და ის სწავლობენ და მუშაობენ. არა უშავს. ვეცდები რომ მაგათი შვილები დავაყენო გზაზე, მაგრამ ჩემ შვილებს ვერ დავეხმარე, სულ მაგას ვამბობ, მოედანზე მე თქვენ ვერ დაგეხმარებით. მე მოედანამდე მიგიყვანთ. მაგრამ იქ თქვენ თავს თვითონ უნდა დაეხმაროთ. სეგები. მაყურებლისთვის ვიტყვი მაინც რომ მე მესმის თქვენი რა თქმა უნდა ცხვრის მაგივრად საუბარი და მით უმეტეს ესეთ გადაწყვეტილებებს ერთულია მე ლევანს მე თვითონაც დავუკავშირდი და იმედი მაქვს რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გვესტუმრება და იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ გადაწყვეტილების თქვენს გესმით ხო ალბათ მით უმეტეს იმის ფონზე ეხლა კიდე რაც ილაპარაკეთ რასაც ხედავს მაყურებ გულშემატკივარი და ნუ მოკლედ იმედი მაქვს რომ აიცემა ამ კითხვებზე პასუხი და დაკმაყოფილდება გულშემატკივრის ინტერესი. აქვე მინდა გკითხოთ თქვენც ისაუბრეთ და საქართველოს ჩემპიონატს ვინც ადევნებს თვალს ან რამდენიმე ძირთადად კრიტიკა მოდის, ნუ რაღაცა ფულსთან დაკავშირებით ზოგი რომ მეტი გჭირდება, მე გულსხმობ შემთხვევაში გულშემატკივრებს და არა მწვრთნელებს და პრეზიდენტებს და ასე შემდეგ. ზოგი ამბობს რომ არასწორად იხარჯება მენეჯმენტი, ყველა მიმართულებით არის კრიტიკა და ერთ-ერთი აქტიური კრიტიკა არის ფედერაციის მიმართ. ფედერაციასთან დაკავშირებით არსებობს ასევე სხვადასხვა მოსაზრება, ზოგი თulis რომ პირობითად რა ფორმით შეიძლება გააკეთოს და ასე შემდეგ. თქვენ შემთხვევაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თუ აქვს რაიმე შესაძლებლობა ფედერაციას გასაგებია რაც თქვით და მაგაში ბევრი ადამიანი დაგეთანხმებათ რომ ბევრი სტადიონი გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ აი დამატებით თუ აქვს რამე შესაძლებლობა ფედერაციას რომ აი იმ რაც ჩამოთვალეთ თქვენ აი მაგის გარდა ცალკე დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა არ უნდა ჩაერიოს კონკრეტულ შიგნით კლუბის გადაწყვეტილებებში, მაგრამ დამატებით რამე თუ შეუძლია სხვა გააკეთოს, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ ყველას მწვრთნელებს, პრეზიდენტებს აი ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი აზრს ვიტყვი, რომ საწყენი პირადად ჩემი აზრი ესეთია. თუ ეროვნულ ჩემპიონს რო კითხვა არის, ეროვნულ ჩემპიონატში ფედერაციას რა შეუძლია რომ გააკეთოს, ხო ისეა? ის რომ ფეხბურთის ფედერაცია კლუბებზე პასუხისმგებელი იყოს, რა თქმა უნდა, გამომიჯნავა არ არის ეს. ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობა არის ის, რომ უზრუნველყოს სტადიონები, უზრუნველყოს გაშუქება, უზრუნველყოს საჭები მაღალ დონეზე და ანუ ორგანიზებული საკითხები რაც არის. ეხლა მაგის პასუხისმგებლობის ისაც არ შედის უკვე კლუბი როგორ მივა სტადიონთან, როგორ ანუ სიტყვაზე ყველას თავის სტადიონი აქვს, მაგრამ ეხლა იქიდან გამომდინარე უმეტესობა საფეხბურთო მოედნები არ აქვს ყველა კლუბს კიდევ ერთხელ. აი განსაკუთრებით რა არის, აი რა ვთქვათ, იცი უყურეთ ფეხბურთს განვითარების ფონდი იძლევა ფულს. ხო რაღაც. შეიძლება არ არის საკმარისი თანხელფასები იხადოთ ან რაღაცა. ხო? მაგრამ უმეტესწილად, ხო, ანუ ეხლა უმაღლესი ლიგა თამაშობს ბუნებრივ საფარიან მოედნებზე. უნდა ითამაშოს, ხო? რამდენს აქვს თავისი მოედანი საკუთარი? ბათუმს, უფრო მეც არ ტორპედოს. ბათუმს, ტორპედოს აი ჩამოვთვალოთ რა, რამდენს აქვს თავისი მოედანი? ბათუმს, ტორპედოს, დინამოს და აბა მითხარით კიდევ ის. წყალტუბოს. ნუ თუმცა წყალტუბოც რეაბილიტაციას გადის და თამაშობს ფედერაციის ჯეფებს, ანუ მანდ მივდივარ. ზუსტად მანდ მივდივარ.
უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდს თუ შეიძლება დანარჩენი არის კირაობს მოედანს. ანუ საკუთარი სტადიონია. კი, ვის მოედნებს კირაობს ფეხბურთის ფედერაციას. ანუ ფეხბურთის ფედერაციამ იზრუნა, რომ უმაღლესი ლიგა ჩატარებულიყო ბუნებრივ საფარენ მინდვრებზე. ეს ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ ჩემ დროს ზოგი ხალიჩაზე თამაშობდა. რომელიც არ არის სწორი, ხო, შესაბამისად. ანუ ბევრი რაღაცა სწორად გაკეთა და ახლა ის რომ ფეხბურთელის ხარისხი მაგათთან არ შედის მენეჯმენტისა და ორგანიზების რა თქმა უნდა არა. რაც ევალება იმას აკეთებს რა თქმა უნდა. თუ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ და კიდევ ვიცი რომ ბევრი სხვადასხვა სტადიონი ჩაიდო. აი, რამდენი ესეთი ბაზა აშენდა ბუნებრივ საფარიანი. ქობულეთში არის, ქუთაისში არის, რუსთავში არის, ანუ აკადემიები, სადაც შედის თითოეული კლუბი, საფეხბურთო კლუბები და იქ ვარჯიშობენ. ანუ ვიყენებთ მაგასაც რა. ანუ ეგაც დიდი პლუსია. როცა კლუბის ვალდებულებაა, რომ შენი სავარჯიშო მოედანი კონდეს. პირდაპირ ვიძახი, ეხლა მე მარტო ისე კი არა ვარო ფედერაციას, ანუ რეალობას რაც არის იმას ვიძახი. და რო არა აქვს კლუბს იმის შესაძლებლობა და ფედერაციას აქვს. ფედერაცია აკეთებს გეუბნება, აი მოდი ივარჯიში. იმოედან ძალიან დიდი მოვლა ჭირდება რა, ძალიან დიდი მოვლა ჭირდება და კი ბატონო. ეხლა სამსაჯო ვარი დაიგეგმა და ის რო იყო რომ ანუ საჯების პრობლემა რო იყო სულ ანუ მივდივართ წინ. ახალგაზრდა ბევრი მსაჯი წამოვიდა გამოსილებით უკვე 4 FIFA ყავს თუ არ ვწდები. საერთაშორისო თამაშებს საჯობენ, ანუ კვალიფიკაციამ ძალიან ამაღლდა. პირდაპირ ვიძახი, ამაღლდა რა, ვერ გავექცევით მაგას. შეიძლება ბევრმა რაღაცა არასწორად თქვა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ამაღლდა სამსაჯო. და ეხა ეს ვარიც რა უფრო ადვილია ბევრად. კითხვა არის იქვე მიდიხარ მოწმდება ყველაფერი, ანუ ისე არ რჩება რომ აი ადრე როგორც იყო რომ სიტყვაზე თავზე ხელს აიღებდა ვიღაცა ეგეთ რაღაცას ვერავინ ვერ გააკეთებს. თუმცა მაინც დიდია კრიტიკა მსაჯების მისამართით. რა არის, იცი, პირდაპირ ვიტყვი რა, როგორც ფეხბურთელების ხარისხია, ისე მსაჯების ხარისხია. ის დღეს 4 FIFA ვინც ყავს, ის აქამდე ხო ახალგაზრდა იყო, შეიძლება იმათაც ქონოდა შეცდომები, მაგრამ იმდენი იშრომეს რომ ეხა UEFA-ში ხო ვერ გამოვაპარებ იმას, ხო? რა თუ ერთხელ რო დაგიძახებენ და ცუდად იმსაჯებ, მეორე თუ არ დაგიძახებენ. ანუ შესაბამისად რაღაც ეს რახან ეს ბიჭები სისტემატურად მიდიან, ესე იგი შეესაბამებიან, ხო ესეა. ეხლა მოდის ახალი თაობა. კი, შეცდომები აქვთ, მაგრამ ფეხბურთელებს არა აქვთ შეცდომები? აქვთ ფეხბურთელებსაც ხო შეცდომები. ზუსტად ეგსი არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული, ეს არის ყველაზე მთავარი. მიზანმიმართული და რადიკალურად რაღაცა რომ მე რო ფეხბურთელი ვარ, სულ მაგას ვიძახი, რომ რაღაცას რო შრომობ, შენ ეხლა ნუ ამოიღებ და დანას ნუ დამარტყავ სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ ეს ადამიანური შეცდომები ყველას აქვს. ადამიანი ხარ და შეიძლება ვერ დაინახო რაღაცა. ეს და ის ფეხბურთის ფედერაციას რაც შეეხება, ხო, საქართველოს ჩემპიონატს რაც შეუძლია და რა ვალდებულებაც აქვს. თვლი რომ იმას ასრულებს და თუ ისე აი რასაც ასრულებს იმის ხარისხი თუ გაიზრდება, აი რაც თქვი რომ გეთანხმები რომ სატელევიზიო ტელევიზიები ჩაერთონ და არ იყოს თქვათ მარტო ინტერნეტ გაშუქება, ბევრი რაღაც ანუ სიტყვაზე ვიძახი, თორე მაყურებელი ვინ ფედერაცია როგორ მოიზიდავს. მაყურებელი უნდა მოიზიდოს კლუბმა. აბა გავწდეთ 2-3 ეტაპს თუ არ გაივსება სტადიონი. მე მაგას ვიცახი რომ ერთადერთი ანუ ესე გამოსავალი ამ სიტუაციიდან რომელი კლუბიც გავა ზუსტად იგივე ეფექტი ექნება საქართველოს ჩემპიონატში აი როგორც კვარას ეფექტი ნაკრები ანუ იგივე იქნება რომელი რა აქვს მნიშვნელობა ტყიბული იქნება დინამო რომელიმე თუ ასე შემდეგ ნებისმიერ იგივე ეფექტი ექნება მანამდე როგორ მოვიყვანოთ ეს გულშემატკივარი ეგ არის ხა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ალბათ ხო რომ რაღაცნაირად იმიტომ რაც თქვით თუნდაც რომ ცარიელ ტრიბუნებზე სხვანაირი თამაში მიდის ფეხბურთელი სხვანაირად თამაშობს და ნუ მეტი ხა სანაკრებო დონეზე რაც მოხდა კი ყველა ვნახე და ფაქტია რომ ნაკრები პროგრესირებს და რო ესე არ ყოფილიყო ესე არ იქნებოდა სწორი მიმართულებით ეხა ჩვენ დროს რა ქვია ეკონომ კლასის ბილეთებს კი არა რა ვიცი ჩვენი ტყიდულობდით და ჩამოვდიოდით ჩვენ დროს რომ ნაკრებში თამაშობ ჩვენ ბოლოს ბილეთებსაც არ ვყიდულობდნენ და დღევანდელი ნაკრები ჩარტერით დაფრინავს იყო რა თქმა უნდა ჩვენ დროსაც იყო ხოლმე მაგრამ დღევანდელი ჩარტერი დაფრინავს და თავისი ზარეული დაყვება და ადრე ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი ზარეული ჭირდებათ მართლა ჭირდებათ სწორიკვება თავისივე იმაზე გათვლილი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ნიუანსია რაც დიდ ფეხბურთს ჭირდება ხო და ეხა ესე იგი შესაბამისად სწორი მიმართულებაა ამას ხელშეწყობა უნდა ყველა მხრიდან არა მე დარწმუნებული ვარ რომ თუნდაც ის რაც დაანონსებულია
იგივე ის ბაზები, იგივე ის სტადიონები კიდევ გვინდა ეხლა რომ ნაკრებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გვაჩუქოს. აუცილებლად გვჭირდება მარტო ეროვნულმა არა, ასაკობრივებმაც რა. ასაკობრივებში ადრე სულ პროგრესირებდით თუ გახსოვთ. ჩემ დროს 16 წლამდეც ნათამაში მაქვს ევროპაში, მე 18 წლამდეც. მე ვასიკო მაისურაძის გუნდი ნახევარფინალამდე გავიდა. მე კიდევ კობა ჯორჯიკაშვილის გუნდიც გასული იყო. ანუ ბევრი ასაკობრივი გადიოდა და შესაბამისად ეხლა არა და მაგარი თაობა გვყავს. პატარა ბავშვების მაგარი თაობა მოდის. დინამოს აკადემია კარგად მუშაობს. მართლა კარგი ბავშვები არიან. იბერიას აკადემია კარგად მუშაობს. იქიდან ტორპედო ქუთაის დასავლეთი იყო სამჭედლო ქართული ფეხბურთის. სამეგრელოს როცა იყო და თავისი კარგი აკადემია იყო, იქიდან მაგარი ბიჭები მოდიოდნენ. ოდიდგანვე ესე იყო. იმერეთი სამეგრელო იყო შევსება და ნაკრებში უმეტესწილად მაქედან იყო შევსება. აი ეს ყველაფერი უნდა გაცოცხლდეს. მე ვიცი ზუგდიდის ოდიშმა ძალიან კარგი პრეზიდენტი ჩამოვიდა, ახალმა ადამიანმა აიღო ზუგდიდში და მთელი ის სამეგრელოს მხარე, იქითა მხარე ზუგდიდის მხარე, ეს აკადემიებს იერთებს, სტადიონებს აკეთებს, ოდიში ფული ჩადო, გადმოვიდა, გუნდს ავტობუსი უყიდა, თურქეთში ყავდა შეკრებაზე, მეორე ლიგაში არიან. და ანუ აი ესეთ ხალხს მე ვესალმები რა, იქ ხუჩა აკუბარდია სახელი და გვარი, თუ ვინმე მარიცის არაჩვეულებრივი ადამიანი, პირადად ვიცნობ გავესაუბრე, თავის მხარეზე შეყვარებული ფანატი, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა, დაბრუნდა და არაფრის გაგონება არ უნდა, თავის მხარეში უნდა რომ ფეხბურთი ამოწიოს და ის სამეგრელოს საფეხბურთო სკოლა უნდა გააცოცხლოს და სტადიონები პრემიერისგან ხელშეწყობაა და შესაბამისად მაგაზე მაგარი რა არის. რომ ეს 7-8 წელიწადში მიიღებს ძალიან მაგარ ფეხბურთელებს სამეგრელოდან კიდევ თორე დღეს ერთი რო გამოჩნდება წამოიყვანს ვიღაცა მე და იკარგება და არ ჩანს. იქ რო კარგი აკადემია იქნება, უკვე ისაც ბიზნესია. ერთი კლუბიდან მეორეში რო გინდა რომ იმაში ფული უნდა გადაიხადო და უკვე ის კლუბიც არსებობს, ფული რო შემოგდის და ისე უბრალოდ რო არ იპარავ ფეხბურთელს. შესაბამისად ეს არის ყველაფერი უნდა იყოს სწორედ გაწერილი. და რა ვიცი ხა, რო თქვა რომ ესე მე მგონი რომ ბევრი რაღაცა სწორად ხდება, მაგრამ აი კიდევ რაღაცა უფრო პირდაპირ ესე კარგ ჩარჩოში უნდა ჩავჭდეთ, სწორედ უნდა მოვექცეთ ბოლომდე და იმას უნდა გავყვეთ და ეხლა ესე ალბათ შემნაირ სიტყვას ეხლა მაყურებელი ცოტა ისე უყურებს ზერელად რომ კი ლაპარაკით ყველა, მაგრამ ჩვენ ძალიან კრიტიკულია. ვიცი, ჩვენ რაც შეგვიძლია მაგას ვიძახთ, პირდაპირ ვიძახი რომ ჩემ ხვედრ პასუხისგებლობას ვიღებ ჩემ თავზე. ვერ შევძლებ რაღაცას, უნდა მოვიდეს ვიღაცა და გააგრძელოს. ვერ შეძლებს სხვა რაღაცას, იმან თავის გა ერთმანეთს არ უნდა ვაბრალებდეთ. ერთმანეთს შენ რო გუნდის პრეზიდენტი ხარ და მე რო მწვნელი ვარ, შენი სურვილი იყო რომ ანუ ჩვენი თავიდან თუ ჩვენ ერთმანეთის იმაში ვждებოდით, მე რატო უნდა ჩავждეთ? ანუ შენ თუ სწორებს მიკეთებ ყველაფერს და მე თუ სწორებს ვაკეთებ ყველაფერს, შედეგი თუ არ არის პასუხისგებელი უნდა ვიყო მე. ხო ესეა. მაგრამ შენ თუ რაღაცას არასწორებს მიკეთებ და გინდა რომ ჩემ მე ვიყო პასუხისგებელი, ეგაც არ არის სწორი. ანუ შესაბამისად არის რომ აი აქ უნდა ვიყოთ ერთად ერთიანობა კლუბებში ეს უნდა იყოს შიდა მენეჯმენტში და მე მგონია რომ არ არსებულია. იმიტომ რომ ყვავს და არის ის რესურსი რომ გული მწყდება ისეთ რაღაცეებზე რომ კონფერენც ლიგაზე გუში რო შევხედე ისეთი გუნდები თამაშობენ, ისეთი დასახელებები რო არ ვიცი. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთში მოღვაწეობ და დასახელებები არ ვიცოდი და იმას ინტერნეტს რო აჭერ ესეთიც რომ აი რა ქვეყანას ამოგიგდებს რაღაცა, აი ვისი არის ირლანდია თუ ჩრდილოეთ ირლანდიის თუ რაღაცის, ანუ მაგიტომ გიждდებიან ჩვენი გულშემატკივრები საქართველოს ჩემპიონატში, რომ ის როგორ გავიდა მე რატო ხო, კი, იმიტომ რომ მენეჯმენტი სწორი მენეჯმენტი. ერთი ერთ მხარე კი არ არის, ორივე ერთი მხარეა და ერთად უძღვება. ესეთი რუბრიკა გვაქვს. მე ბევრი კითხვა მაქვს კიდევ, მაგრამ დროში მინდა რომ ჩავჭდეთ და არ მინდა რომ ესეც გამორჩეს. გულშემატკივრებს თხოვ ხოლმე რომ დაუსვან კითხვა ჩემს სტუმარს. ამ შემთხვევაში არ იციან ხოლმე კონკრეტულად ვინ იქნება, უბრალოდ იციან კლუბის წარმომადგენელი, ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტი, მწვრთნელი ფეხბურთელი ან ასე შემდეგ და მომავალშიც იქნება ამის შესაძლებლობა და მოუწოდებ ყველას რომ თუ რამე კითხვა გექნებათ რომელიმე კლუბთან დასვათ. და ვარჩევ სამ შეკითხვას. ძირითადად იმაზე, რასაც არ გვისაუბრიან, ნაკლებად ვისაუბრეთ და ეხლა მე წაგიკითხავთ რამდენიმეს და სადაც შეგვიძლია რომ უპასუხოთ. პირველი არის მიშა ცაგარეიშვილი. რატომ აკეთებთ მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებებს, რატომ არ აკეთებთ მომავალზე აქცენტს?
ამაზე მე თუ არ ვწდები ჩემს ვიტყვი 2 წლიანი ჰქონდათ ნუ არ არის დიდი შეიძლება განსხვავება 1 წლიანსა და 2 წლიან შორის ხო 4 წლიანი შეიძლება 3 წლიანი მაგრამ ამ კითხვაზე რომ მოკლედ თქვენ რას უპასუხებთ მე რო არ გავცე პასუხი ძალიან კარგი კითხვაა და ანუ ესაც მენეჯმენტია სწორი კიდევ ვიზახე წელს ჩვენ რო ვთქვი რომ შევინარჩუნეთ ბირთვით ხო აი ხა ნახე საწყენად სწორედ მინდა რომ ფეხბურთელმაც გაიგოს ამ კითხვით ძალიან კაი კითხვა და ფეხბურთელსაც გავცემ პასუხს იმიტომ რომ ნაწყენი ფეხბურთელებიც არიან ხოლმე და მაყურებელსაც ვესწრები რომ პასუხი ამომწურავად გავცე ვართ მეორე ლიგაში და მომყავს ფეხბურთელი შარშან ვართ მეორე ლიგაში და მომყავს ფეხბურთელი ხა ვის არ უნდა მეორე ლიგაში მოიყვანოს უმაღლეს ლიგის ფეხბურთელი ყველას უნდა და ვარჩევ ფეხბურთელებს და ვიძახი რომ აი ეს ფეხბურთელი მინდა ამდენი ეს ფეხბურთელი მინდა მაგალითად კონკრეტულად სიტყვაზე ვიძახი X ფეხბურთელი მინდა თამაშობს უმაღლეს ლიგას ველაპარაკები წამოხვალ მეორე ლიგაში მე და ლევანი ხო თქვათ მოდი ესე ველაპარაკოთ რა კონკრეტულ ჩვენზე წამოხი მე ამდენი მინდა ხელფასი იმიტომ რომ მე უმაღლეს ლიგის ფეხბურთელი ვარ გავიგე ანუ ამ ლიგაში ამდენად მოდიხარ ხო შენ გინდა კი ამდენს თუ მომცე მოვდივარ არის ავიღეთ ის ფეხბურთელი მაშინ გეუბნები რომ კი ბატონო ჩვენ გვინდა 2 წლიანი ან 3 წლიანი რეალურად 3 წლიანებსაც ველაპარაკებით მე და ლევანი, მაგრამ 2 წლიანზე ვთანხმდებოდით, მაგრამ ესაც ის პრინციპია, რომ ერთიანზე რო ველაპარაკები, ორზე ველაპარაკები, ერთიანზე იყოლებ, სამზე ველაპარაკები, ორიანზე იყო, რომ ვინ საით გადაკაჩავს თემა. თუ გიცი, რომ ის ახლა პერსპექტიულია და სამომავლოდ გამოიყენებთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების ამორჩევაც იყო, რომ რო გადავიდეთ იქ, რო გამოვიყენოთ, კი არ ვფიქრობდეთ სიტყვაზე, რომ არ გქონდა სიტყვაზე, ამოცანა გქონდა დარჩენა, მაგრამ შენ ამ ფეხბურთელს ლევანისა მაგიტო ფიქრობ მომავალ წელს იქ გაკაჩავს კი მაშინ ორიანზე დაველაპარაკები ან სამიანზე ანუ ეს ლევანის სწორი მენეჯმენტი იყო და მე მიუყვებოდი მაგ მენეჯმენტში კიდევ აი ხო და ჩამ მოვიყვანეთ უცხოელი ისა უმაღლეს ლიგიდან ფეხბურთელი და რაღაცა X ხელფასზე დაველაპარაკეთ მოვაწერეთ 2 წლიანს ხელი გადმოვედით გავიგე პრემია უნდა მიცე რაზე ლაპარაკი ბონუსი პრემია უნდა მიცე გადმოსვლის ცალკე იმის კი ბატონო მოყვებით ახლა მე არ ვარ მარტო პრეზიდენტს ვარ სულ მაგას ვიძახ ხოლმე რომ ფეხბურთელიც ვიყავი და უფრო აქათი მხრიდან ვდგები და მე და ლევანის უფრო იმიტომ ვჩხუბობდით ხოლმე რომ ფეხბურთელის მხრიდან რომ არის ყოფილი მინდა სახედე იყოს ყველა ხო რაღაცა შესაძლებლობა გაქვს არა ეხა უყურე მოდის ფეხბურთელი და მე რომ ლადომას რო გადმოვიდო უდნავ მაინც ხო უნდა მომემატოს რეალურად გეთანხმები რომ შეიძლება მოგემატოს მაგრამ შენ ხო იცი რა კლუბში მოდიხარ ჩვენ გვაქვს ის რომ სიტყვაზე ვიზახი რომ ჩვენ რაც გვაქვს იმას არ ვაგვიანებთ რომ დღევანდელი ქართული რეალობანი იყო დავალიანებს 3 თვე 4 თვე 2 თვე კი ბატონო ანუ ხო ვლაპარაკობთ ხო და ჩვენ კი არ ვამაყობთ მაგითი ჩვენ არ ვპირდებით 10000 ლარებს მაგრამ ვპირდებით 3000 ლარს სიტყვაზე ვიზახი მაგრამ იმას რო ვიცი რომ იმ 3000 ლარში იმას სესხია გადასახდელი ლევანი ეუბნება რომ შენ არ დაგეგვიანდება ეგ ფული და ანუ აქამდე მის სტაბილურობით მოვედით და შესაბამისად ვეუბნები რომ შენ რომ მოგელაპარაკე მე შენ ამ ხელფასზე სიტყვაზე ვიძახი გადმოხვედი მომავალ წელს რომ ვეუბნები რომ მომიმატე თუ მაქვს მაგის საშუალება რა თქმა უნდა მოგიმატო თუნდაც ოდნავ მაგრამ თუ არ მაქვს მაგის საშუალება შენ რო იბუდე მე შენ 2 წლიანზე რო გელაპარაკები თავიდან რატო გელაპარაკები რომ მე წინ ვიგდებ საქმეს იმაზე რომ მე შენ როგორც შენ მოგიყვანე უმაღლეს ლიგის ფეხბურთელი პირველ ლიგაში ქვედა ლიგაში შესაბამისად თვლი რომ შენ მე უმაღლესი ლიგის ფულს გაძლევ ქვედა ლიგაში და ეხლა რო აქ არ მოგწონს ესეც არ არის ხომ მივხვდი კი ის კეთილინებაა შენ მოუმატებთ რომ შესაძლებლობაზეა თორე მე ვთვლი რომ თითოეულ მათგანს ეკუთვნო და ლევანიც თვლის რომ ეკუთვნის მაგრამ ეხლა სხვა ფეხბურთელიც ხო ყავს მოსაყვანე ეხლა შენ რო იქ იმე სხვას რო ველაპარაკები იმას ხო ოდნავ მეტი ვიღაცას ჭირდება იმიტომ რომ ესე პირდაპირ არ წამო იქ მე ლეგიონერი მოგყავს იმ ლეგიონერს ვაფშე სხვა პასი აქვს შეიძლება არ შეესაბამებოდეს მაგრამ სხვანაირად არ გამოდის და ამიტომ არის რომ მე ბიუჯეტი ძალიან გეკცევა. ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს ამ ადგილში პირდაპირ გეტყვით. ყველაზე მცირე როგორც ჩარშა მქონდა, ისე წელს მქონდა, მაგრამ ვერც დავასახელებს. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ხო, არა, ესმის. არა, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აი გუნდები იტყვიან რომ ანუ ისედაც გვაწერენ რომ ეს პირდაპირ გავარდება რომ ისეთი გვიწინასწარ მეტყველებენ რომ ჩვენ აუთსაიდერები და მე-10 ადგილით უნდა გავარდეთ და ვეცდებით რომ მე-9-ზე მაინც გავიდეთ. მართლა ვეცდებით რომ მე-9-ზე მაინც იქნებ პლეი-აუტისთვის ვიჭიდაოთ მაგას ვიძახი ხოლმე რომ ფეხბურთელებს თამაში შეუძლიათ. თავარია როგორ ავეწყოთ. ჩვენ ეგრე ისევ გავმეორდები და
თქვენ ეგრე ამბობდით მეორე ლიგაშიც. ხო, მაგრამ რეალობას ვამბობთ. ეხლა როცა ჩამოგითვალო გუნდები და მაგათი ბიუჯეტები და მე ჩვენი, ხო, რო ჩამოგითვალო, მეტყვი რომ შენ აქედანვე მეტყვი შეიძლება წადი უკვე ქვედა ლიგისთვის მოემზადეო. უმაღლეს ლიგაში გადმოსვლამ რამე მოგცათ ფინანსურად, ანუ ახალი სპონსორი ან რამე მსგავსი? არა, რო ქონა 400-ზე გაგიხდა 600. ხო. საბაზისო რო ქონა 400-ზე გაგიხდა 600. ან დამატებით რამე სხვა აი ვინმე ის ინტერესი რომ აი თუნდაც ადგილობრივი შეძლებული ადამიანი რომელიც ჯერჯერობით არა და მაგიტომ ვართ წუდღეში რომ არავინ არ არის ლევანიც წავიდა მე რო ვიცი რომ ლევანი როგორი ანუ მართლა რო იყო აქ ვიცოდი რომ იმედი მქონდა რომ რაღაცას გააკეთებდა რომ აი ვიღაცას იპოვიდა ვიღაც ბიზნესმენს იპოვიდა იქ რა ვიცი არ სულ მაგას აი ხო ვის იყო მაგრამ მაიკ იმდენი რაღაც უკვე წერია რომ მაიკაზე რომ ეს ყველა ჩათვალეს რომ ჩვენი პატარ-პატარა მიკროსპონსორები იყვნენ გასაგებია. კარგი, შემდეგი კითხვა გიორგი გვეკითხება გვარი. არ ვიცით სამწუხაროდ იმ ყველაფრიდან რაც უმაღლეს ლიგებს აქვთ და რაც არ გვაქვს ჩვენ, ერთის ამორჩევა რომ გიწევდეთ, რომელს აირჩევდით და რატომ გულისხმობ ცნობადობას, ფინანსებს, გულშემატკივრობას, კეთილმოწყობას და ყველა ამ კალიბრის საკითხს. ანუ უბრალოდ სავარაუდოდ გულისხმობ სხვა ლიგებს, ბათ ტოპ 5-დან რას აირჩევდით? სავარაუდოდ ერთი რჩევა გვაქვს. კი. გიორგის რო თხოვთ ორი თქო. კაი იყოს ორი. ერთს მე დავამატე. ხო პირველი ხა ანუ ნახე ორი როგორ თემა იცი? ყველაფერთან მივიდეთ ფინანსებთან. ეხლა თქვი რომ პირდაპირ ჩემთვის პირადად ჩემთვის არის გაღიმებული ფეხბურთელი ყველაფერი რიგზი აქვს მოინაზრო რომ ეგ არის ფინანსები ყველას თავი მაგ ეხა შეიძლება ეხა რა მანდ რო უწერია ინფრასტრუქტურა ხო არინა ჩამონათვალში მანდ იყო რა ის რა ქვია ბაზა სტადიო ეხა წარმოგიდგენია რომ შენ გაქვს მაგარი საცხოვრებელი კომპლექსი თავისი ბასეინით საუნით ყველაფრით სამასაჟოთი ყველაფრით 1-4-5 მინდვრით ეხა რომელი მე პირადად ეგ მიჩევნია პირადად ეგ პრეზიდენტი იტყვის ფინანსებიო რომ ეს გააკეთოს, მაგრამ საბოლოოდ მე ეს მირჩევნა რომ ფინანსები რომ ხონდეს, ამასაც გააკეთებს, ხო? ხო, ეს არის. ამიტომ თითოეულ გუნდს კიდევ უსურვებდი რომ ყველას ბევრი ფინანსი ქონოდა, იმიტომ რომ 1 და 2-ს არა. და რა არის, იცი პირდაპირ გეტყვი რომ იყო ჩემ დროს დინამო თბილისი მაგარი გუნდი და 15 ქულით ვიგებდით ხოლმე და 20 ქულით. მაგრამ შესაბამისად სხვა გუნდების დონე არ იყო ისეთი. ანუ ან ბათუმი ყავდა, ან ტორპედო ხოლმე სულ. ორი ანუ მე ვისურვებდი რომ 10-ვე გუნდი იყოს მაღალი დონის გუნდი რა თქმა უნდა მარტო ეგ აწევს აი დონეცკი შახტიორი რა დონეცკი შახტიორი დინამო კიევი სულ იქ ლუგანსკი და სანამ აი მეტალისტმა ჩადო ფული მე ომამდე ვიძახი სხვა გუნდმა ჩადო ფული სხვა რეგიონერები ბრაზილიელი ვიღაცები და რითი აიწია დონე რომ დონეცკი შახტიორს და დინამო კიევს აღარ ქონათ ესეთი უეჭველი უკვე რომ ბევრი თამაში უკვე ესე სამკულას ვერ გეგმავდნენ. კი ხდებოდნენ ან ერთი ან მეორე ჩემპიონი, მაგრამ უმეტესი თამაში ბრძოლა ჰქონდათ რა. თორემ სხვა გუნდების ხარისხმაც აიწია. ეს თომ ეგ ბუნებრივიც არის. თორე ეხა არ ვიცი აი რა გითხრა. არიან ახლა ადამიანები რომლებიც 20 წელია საქართველოს ჩემპიონატში, ანუ ორჯერ აქვს სამჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოგებული. ანუ მე გავიგე რომ შენ გაქვს იმდენი ფული რომ ერთ გუნდში წაიყვან 10 გუნდის საუკეთესო 2-3 ფეხბურთელს მოიპარავ და შენ ყავს 30 კაცი და იმათ ის 3-ზე რო ქონათ თუნდაც ლიდერებზე აწყობილი იმათაც არ ყავს და იმის ხარჯზე ხდები ჩემპიონი. მიხვდი? რას ვიძახი? მე რას ვაკეთებთ? გავდივართ და ვერაფერს. ანუ ამიტომ ჯობია ის რომ ყველა გუნდი იყოს კონკურენტულიანი, თუნდაც მეტი, რაც მეტი იქნება, ჩემპიონატის დონე უფრო მაღალი იქნება. თავისთავად. შემდეგს წავიკითხავ გიორგი ჭუკაშვილი. ნახეთ თქვენი გუნდის გულშემატკივარი და აღფრთოვანებული ვარ. თქვენი აზრით, რატომ არის ასე, რომ თბილისის გუნდებს გაცილებით ნაკლები მაყურებელი ყავს, ვიდრე სხვა ქალაქებს და ასევე რაიონის გუნდებს, მაგალითად ტყიბულის მეშახტეს, წარმატებულ სეზონს გისურვებთ. ხო, ეგ თქვენ რო განსაკუთრებულად კარგი გულშემატკივრები ყავთ, ეგ ყველასთვის კარგად ცნობილია და ზოგადად მართლა ეგრეა, რომ რეგიონში უფრო მეტად არის ჩართული, მაინც ასე თუ ისე გულშემატკივარი საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ჩემი ენა თუ დამღუპავს მე ისევ თორე სხვა
მაგრამ უნდა გიპასუხოთ რა, მე რასაც ვფიქრობ, უნდა გიპასუხოთ რა. აი სწორედ უყურე ქუთაისის ტორპედოს დღეს პრობლემა რა აქვს, იცი, ერთ-ერთი პრობლემა ცოტა რთული რა არის, გეტყვი. მაგარი ფეხბურთელი ფული არის და ვერ მოყავს. ვერ ჩამოყავთ სელექციიდან გამომდინარე, რატო? იცი, კარგი ფეხბურთელი თუნდაც მიცი 25-30,000 დოლარი, მარტო იმას არ უყურებს სად მოდის, რა ჩემპიონატში მოდის, იმას უყურებს და მე რა ქალაქში იცხოვრებს, იმას ოჯახი ყავს. რა ქალაქში იცხოვრებს. და მოგიყვან მაგალიც, კიდევ ახლა არ მინდა რომ ვიღაცამ რუსეთუმეობა მიმაკეროს პირიქით მე მიჯნები, მაგრამ უნდა ვთქვა, სამუელ ეტო ჩამოიყვანეს მახაჩკალის ანჟიში. თუ გახსოვთ. იყო ესეთი ანჟიში ჩამოიყვანეს სამუელ ეტო თავის დროზე. და მიცეს 18 მილიონი წელიწადში. და ანჟიში რო ჩავიდა ეტო, არ ქონა 18 მილიონი ანჟი წავიდა, მოაწერა, მოსკოვში იყო ხელმოწერა, წაიყვანეს. ჩავიდა ანჟიში, მე აქო ვერ ვიცხოვრობ და წავიდა მოსკოვიდან და ვერტალიოტით დაფრინავდა ყველა თამაშზე. და იმ დონეზე ძვირი უждდებოდა ვერტალიოტი. მე ადგა მახაჩკალის პრეზიდენტმა ძალიან დიდი ფული ქონა და ანჟი, რევიშვილი და ბიჭები თამაშობდნენ მაგდროულად. ანჟი წაიყვანა მოსკოვში და იქ ავარჯიშებდა. ანუ საბაზისო ბაზა გაუკეთა მოსკოვში. იქ იქირავა ისინი და იქ ავარჯიშებდა. ანუ და პირდაპირ ეტოს გულისთვის. ანუ სახო ხო ჩამოვიდა ჩვენთან ქუთაისში. ხო, ანუ იმიტომ კი არ ვზახ რომ სწორედ გამიგეთ ახლა პირიქით, ანუ რო ვთქვი ჩემიან, ანუ ქუთაისი ცუდიქა ჩემთვის კარგი ქალაქია. მიხვდი? ძალიან ბევრი ნათესავი მყავს იქ, ძალიან ბევრი ჩემი დედულეთი იქიდანა სამტრედია ქუთაისი, ანუ სიტყვა ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი მეგობარი და ძმაკაცი მყავს. მაგრამ ანუ მე რო წავედი უკრაინაში რო ვთამაშობდი და დინამო კიევში, ხო, სიტყვაზე ვიძახი, იქ იმაში რა ქვია, ლუგანსკში, იქ დონეცკში სიტყვაზე ვიძახი, ხო? ეხლა სად იმაში თამაში ჯობია, რა ქვია, უშგოროდში თუ კიევში. ხო ხვდებით რას ვიძახი რა? ანუ დაახლოებით ეგრე უყურებენ, რომ უცხოელი ფეხბურთელი სად ჩამოდის და რომ ანუ ეგ პრობლემა რეალურად არსებობს. და ეხლა ამას მივდივარ იქით. თბილისში დედაქალაქია, დიდი ქალაქია, ბევრი სხვადასხვა სამოძრაო იქ, ბევრი კაფეებია, ბევრი რესტორნებია, ბევრი კინოა, გასართობი ცენტრებია, კლუბებია, ბევრი რაღაცაა თბილისში. სხვადასხვა ქალაქ ბათუმი ცოცხლობს, როცა ზაფხულია. დანარჩენი კი ვიცით როგორც არის, ხო? სიტყვაზე ვიზახი ისეთი, ანუ კაი პენსიონერებისთვის ეს ისე ინე გამოდი გადი. ჩემი ძმაკაცებთან დამირეკავენ რომ ნახავე რა თქვია, მაგრამ რეალურად დიდი სიამოვნებით ჩემი ასაკიდან გამომდინარე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებ. მაგრამ ანუ ფეხით იული ველოსიპედით ბულვარში გაისეინებ გამოი სიმშვიდეა, სიწყნარია. ზაფხულში პირიქით. ანუ შესაბამისად რას ვიძახი რომ იქ სხვა არაფერი არ არის. მიხვდი ხო რას ვიძახი რომ ანუ ახალგაზრდობა სხვა გზა არ აქვს და მე ჩემთვის ეგ უფრო კარგია რა ანუ იქ ეზოში დგანან იქ ურთიერთობა არ არის სოციალური ჩვენ უკვე ამ სოციალურ მაქსიმალმა მოგწავნა ხო სხვა ერთმანეთს იმ როვე მესიჯებით მესენჯერით გონია რომ ნახულობთ ადრე მისვლა იყო ნათესავიდან მოსვლა იყო სტუმრად ანუ აღარ არის ეგ ხო რაღაც სხვა ლეველზე ვართ გადასული მე ეგ ლეველი რომელიც არ მომწონს მაგრამ იმ ცხოვრების ტემპს უნდა აუღბათ რა და არ მინდა რომ ვიღაცას კი არ ვაწყინო ეგრეა რეალურად ეგრე არის რეალურად რომ იქ რო სხვა გართობა და სხვა ეს ამ მეგაპოლისებში ამ ქალაქებში რო არ არის ხო შესაბამისად ის ქალაქი ცოცხლობს ფეხბურთით უმეტესობა ქალაქი ეგრეა რატო გვიკვირს რომ ივსება ზუგდიდში სტადიონი რატო გვიკვირს რომ სასწაული გულშემატკივრობა რატო გვიკვირს რომ თუნდაც ბათუმში რომ ესესია ხო ზაფხულის გარდა ბათუმში უფრო ისეთი ქალაქია რა იგივე ქუთაისი იგივე წყალტუბო აი ავიღოთ რა ხო იმიტომ რას თბილისთან ახლო ხარ ვიცი ბევრი გორის ფეხბურთელი რომ თბილისში რო ცხოვრობს და იქიდან დადის ანუ შესაბამისად ეგ არის რა რომ იმ დღესაც ვლაპარაკობთ რომ ალბათ ქუთაისის ტორპედო თბილისში რო ქონას ბაზა შეიძლება ბევრი უფრო მაგარი ლეგიონერი ჩამოიყვანოს და მოიზიდოს თუ იმას რო ეუნები რომ იქ იცხოვრების ქალაქს რო გუგლავს ნახულობს სად შეიძლება წავიდეს ოჯახისად გაასეირნოს ეს კი არ მინდა რომ ვიღაცამში პირიქით ღმერთმა დამიფაროს თორე ხა ქუთაისში ვჩავდიო ვიკენდიან საკაკაბაში პირველი მივდივარ რა თქმა უნდა და მაგაზე მაგრად ეხლა რავი კიდევ და ბევრი სამ და
მოწამეთაში და რა სიტყვაზე ვიძახი, ისეთი მაგარი სამზარეულო აქვს, რომ აი რა ვთქვა. ქუთაისელი ვარ ვიცი. ხო, ისეთი მაგარი სამზარეულო აქვს, მაგრამ სხვანაირ ანუ ჩვენ მენტალიტეტი არის განსხვავება. მენტალიტეტი განსხვავება და გულშემატკივარად თბილისელებს მაგას ვიძახი ხოლმე, რომ ჩვენ თბილისელებს ესე ვიძახი ხოლმე, რომ ეს ახალგაზრდა ბავშვებიც რო ვეთამაშებთ, რომ ეს კოფეზე გაზრდილები რაფერ გიგებენ იქიდან რომ მოგაძახებდნენ ხოლმე, ხო ხდება გვეზარება, თავის მოყარა გვეზარება. თორე აი რო აიღოს, იყო ჩვენ დროს რა დინამო თბილისში ცხონებული ბალუ იყო ესეთი, არ ვიცი, იცით თუ არა, ფან-კლუბის უფროსი იყო რა. იმ ბიჭმა რომ ისეთი ორგანიზება გაუკეთა, გიორგი გულბიანი იყო ეს დინამოზე ახლა ის რო არის, რა ქვია, გამომცხადებელი დინამოს თამაშები მიყავს ხოლმე, ჩვენი მეგობარია. გულბანი გიორგი და ბალუ ცხონებული და კიდევ დამავიწყდა იმ ბიჭის სახელი ორგანიზება რო გაუკეთეს არაჩვეულებრივი ფან-კლუბი ყავდა 200-300 კაცი მინიმუმ ფან-კლუბი და ახალგაზრდებს იზიდავდნენ და უნივერსიტეტებში დადიოდნენ და წავედით ეს არის და იქ მაგდენი ხვეწნა არ გჭირდება პატარა ქალაქია და ძირითადად კალათბურთი იქ ორბიც ყავს ახლა გუნდი და თამაშიდან თამაშამდე ეს გულშემატკივარი და ბევრია ძალიან. რა შვები დღეს უბანში რო აბირჟეობდათ გიხარ. წავედით რა, всё დღეს ის მეშახტე თამაშობს, ანუ ორბი თამაშობს. წავედი და მიდიხარ და უკვე ხალხი უყურებს და სავსეა სტადიონი. და როგორ? ძალიან მაგარია, რა, ძალიან მაგარია. თბილისელები მაგაში მოვიკოჭლებთ. ხო, კაი, ხა ტელევიზორში ხო ხა რა წამიყვანს, იქ მაგას ურჩევნია კაფეში წავიდეს სადღაცა და იმაზე რა ქვია, ესპანეთის ნაკრები რო თამაშობს ან ის რო არის მაგარი თამაში, მე მაგ დროს ტელეფონ რო ვეხვეწებით რომ მოდით თამაშდე სტადიონზე, აიცა რა, იქიდან გიყურებ ხა სიტბოში, აგერ ტახტან და მაგარი როგორცა კაი ნაკრები რო ჩამოდის, ტელეფონს უნდა გათიშო მაგ დროს რომ აუ ისეთი ხალხი მირეკავს ის რო რა მკვდარი რომ მეგონა გარდაცვლილები ხო იცი ისენი რომ აუ ორი ბილეთი ხო არ დაგჭა ხო სულ მაგია ხა განა ვიღაცას ბილეთს კი არ ვამადლი სულ წინასწარ დაბევებული რაღაცა რომ დამიჯერებთ რომ მეც და ჩემი შვილებიც იმაში ვეუბნები რიქს ჩადექი ხო შეიძლება რომ 1-4 ბილეთი მეც ავიღო ფედერაციიდან რომ ვიყიდო როგორც ყოფილმა ნაკრების ფეხბურთელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ვიღაცაზე წინ ვიდგე ეგ არცავს არ უნდა წინდეს, მაგრამ ხო არ შეიძლება რომ 50 მქონეს. ხო რა თქმა. ხო და 10 რომ მიცემ ხო მე-11 აუ აგი იცი რასაც იტყვი. სულ წასულა ხელი და მე-11 10 ხო მიეცი რა. არ არსებულია ვიღაცას მაინც უნდა აწყენინო. აუ აგი 100-ს რომ მიცე, ერთი მაინც. რამ შეგცვალა ესე რო გეტყვია, ხო იცი რა. როგორ შენ და ბილეთი ვერა. ეხა იმას აუხსენი რომ 10 მიეცი, რაც ქონდა. და ჩემშულს უთხარი რომ იმითი შესულია და რომ ირეკავს 11000 რაღაცა ვარ მა რიქში და კი უოჭველი ვიყიდი ხო და იმასაც რომ მე იმას ვაძლევ რომ ვიღაცა არ თქვას ჩემზე რომ რამ შეგცვალა კორექტულად ვთქვი კიდე თორე კი იცი ხა ქუთაისურად როგორ იტყოდნენ მაგას აი ბოლოს ესეთი რუბრიკა გვაქვს თქვენ გთხოვთ რომ გულშემატკივარს დაუსვათ შეკითხვა საქართველოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, თუნდაც ტყიბულთან დაკავშირებით, მეშახტესთან დაკავშირებით, თუნდაც ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სირთულით და პირველი 3 ადამიანი, რომელიც თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას სწორად გაცემს პასუხს, გადაეცემა მეშახტეს შარფი და ბურთი. კარგი, ალბათ ძალიან რთულ კითხვას არ დავსვავ. ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და გადამწყვეტი გოლი მეშახტეს შემადგენლობაში თელავთან განმეორებით თამაში ვინ გაიტანა გვარი ალბათ. კი ბატონო. კარგი. ადვილია, იმედია ვინც უყურა ყველამ. ალბათ ვინც პირველი გამოიცნობს ის მიიღებს ამ პირველი 3 ადამიანი მიიღებს. კარგი და სანამ დაგეშვიდოვებით, კიდევ ბევრ საკითხზე მაინტერესებდა თქვენი აზრი, მაგრამ ბოლოს აი მოკლედ თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, ჩემპიონებთან იწყებთ უმაღლეს ლიგას ჩემპიონთან შეხვედრით იბერიას ხვდებით. როგორია თქვენი მოლოდინი? რა თქმა უნდა, ბოდიში რო გაწყვეტინებთ, თქვენც რა თქმა უნდა გინდათ რომ პირველი შეხვედრა მოიგო, ამ ძალიან ისეთი თამაშია და ჩემპიონსაც რა თქმა უნდა რომ პირველ დამტკიცოს რომ ნამდვილად ჩემპიონია და მოიგოს. ძალიან ისეთი დაპირისპირება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაში არის იბერია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, იმიტომ რომ პირველ ადგილზე გავიდა შარშან და წელსაც ძალიან კარგი შევსება მიუხედავად იმისა, რომ 8 ფეხბურთელი გაუშვა, ძალიან კარგი შევსება მიიღო, აუღნიშნეთ თქვენს ეთერშიც. ახალგაზრდა და ძალიან კარგი სპეციალისტი ყავს. შესაბამისად
კარგ გუნდს ვეთამაშებით და მათ საშინაო მოვიდა. ძალიან რთული თამაში იქნება და რა ვიცი, ახლა ჩვენთვისაც დებიუტი იქნება, იმედია რომ ბიჭები ნერვიულობას გვერდზე დატოვებენ და კარგი სანახაობრივი თამაში გამოვა. ამ თამაშის მოგებით ან წაგებით რამე რო გადაწყდება თქვა, მაგრამ საწყისია აუცილებლად ორივე გუნდს უნდა რომ კარგად დაიწყოს, თუნდაც იბერია თავის კედლებში მართლა ეცდება რომ თავის ჩემპიონობისთვის კიდევ თავიდანვე სტარტი კარგად აიღოს, ჩვენ ვეცდებით რომ დებიუტი კარგი ქონდეს და ჩვენი გულშემატკივარი რასაც ელოდება რომ გავამართლოთ მათი იმედები და შესაბამისად ისეთი უფრო ნერვების თამაში იქნება ჩვენთვისაც იბერიუსაც პირველ თამაში ყოველთვის ისეთია რა დაძაბული შეიძლება არასანახაობრივი მაგრამ ნახოთ როგორ იქნება ველოდებით რომ კარგი თამაში იქნება რა წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ კიდევ შევხვდებით და თქვენი კლუბის პრეზიდენტსაც როდესაც გახდება ცნობილი ვინ იქნება მასაც ველოდებით ფეხბურთელებთანაც გვექნება ასე ვთქვათ კომუნიკაცია და მოვიწვევთ და მოკლედ წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ ხშირად გვექნება მსგავსი საუბარი მადლობა